მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში პოდკასტის გადაცემა. დღეს გვექნება ძალიან სერიოზული მსჯელობა იმაზე თუ რა გვინდა ჩვენ ერთს. ჩვენი სტუმარია თამაზი. თამაზი როგორ წარგადგინოთ როგორც თამაზა. მახარას ეგრე ურჩევნია, ყველას ეგრე დაუძახოს 10 რომ თავდებოდეს. საიდან თამაზ? ქართლი. თამაზაი, მაშინ თამაზ არა. თამაზა როგორც წარგადგინოს, როგორც ყოფილი პრაიმ ჰაუსელის მონაწილე თუ ნიკოლას შეფი? ნიკოლას შეფი არა. ხორცს პროდუქტების დირექტორი. ეხა განახები როგორია იკაცუშვები ხალხს. შედანაზღაიძე, გაჭერ. რას გძნობენ ისინი? რეგალია რა გაგიკეთებია? მე მგონი არაფერი არ გამიკეთებია. ეგრე ჩაიხსნა პასუხისმგებლობა. დაიცა განაცვალე ახლა. კომფორტულად დაჭი. ახლოს. რა სტრანი მიკროფონები გაქვს და მეშინია. არ გაიაროს. ქართულში როდის იყავი ბოლოს? ქართულში. საიდან? ყოველთვის დავდივარ. შენგან განსხვავებით. ქსოვლის. შენგან განსხვავებით. შენ გორს არ სტუმრობ. ქსოვლიში დღეობაში ვარ ნამყოფი. ქსოვლიში გაქვს. დღეობა არა გვაქვს, რომ დღეობაში რა ნამყოფი. დღეობა. ერთი არის ლაშრობა, სადაც ჭიდაობენ და ალბათ მად იქნება. დღეობაზე. ალბათ თუ იჭიდავენ. თქვენ პეტრისკებით წერთ, ხო? არა, მაგრამ რაღაცა ამას ცოტა მოირგე რა. არა, კაი მიკროფონებია ხარისხით, ეხა გიორგის ხარისხი არ ეშლება და კაი მიკროფონებია. იგი შურიანი მიკროფონები არის. მეც ეს მაქვს შორის ჩემ ხის სახლში. მაგით სტრიმო. ხის სახლში? ხის სახლი მაქვს, კოტეჯი და ჩემ არხს გეიმინგ არხი გავაკეთე და ეგრე დავარქვით თან რომ ხის სახლი იქიდან სტრიმო ხოლმე და მეც ეს მიკროფონი მაქვს თქო რა და ძვირი ღირს საკმაოდ. 1000 ხო 1000. კი. მე როგორ შეფარული რეკლამა როგორ უნდა შემოვიდა. ჩვენ ეს ალბათ არ გასპონსორებს, მაგრამ თუ არის ვინმე. არა, ამის ოფიციალური წამოადგენლობა არც იქნება აქ. საქართველოში ნიკოლასგან განსხვავებით. რას გადაეკიდეთ ამ ნიკოლას? მე რომ მივალ ვეტყოდა და გასპონსორო. მე სხვათა შორის არ მინდა. რატო? რაც ჩემთან ფული უნდა ჩადოთ, ის არის ხელფასები მოამატეთ. ედიტები წამოვიდა ამასობაში. არა, ხელფასები მოამატეთ დირექტორს. მე ვაფშე არ მეგონა რომ თამაზას ცალკე საქმე ჰქონდა იქით რა. ეს დადის რა დატრაშულა. კი, განვითარების დეპარტამენტში მუშაობ. განვითარების დეპარტამენტში. როდიდან? 10 წელია თუ 11 წელია. მე საქმიანი კაცი საჩეხვედი იქ რა მიატოვე. ეგრევე დავარ და გაყიდო მე როგორც გავიგე. ხო არა? მე რო არ ვიყავ. აურა. ბინაც ვერ მოიგო თან. ისეთი ბინებს არ იგებდნენ რომ რამდენი კვადრატი იყო? ბიჭო, ბოლოს ვისაც მისცეს 27 კვადრატული გაზი ვერ შეყავს. გაზი ვერ შეყავს და ვერ ეტევა გასქურაც ხო? ხო და მე რო ვუყურებდი ხა ამ კადრს, როგორც ხა ყოფილი მონაწილე, თვითონ იმ გოგოს გაუწყდა. არ ვიცი ხა თქვენთან კადრებს ამონატებ თუ არა, მაგრამ აი შევიდა და ეს არისო რა. ტუალეტი იყო და ტუალეტის შესასვლელი. 27 კვადრატი ძალიან ცოტაა. შენ מחარ რამდენიანი გაათამაშე? 55 კვადრატი. მოხდა უკვე კაია. ხო. ყველაზე დიდი ბინა მისცეს ნაზღაიძეს 68. მერი არის გურამა 54 და მერე 50 და ბოლოს დიასაზე დაუპატარავდა. პირველი რა იყო? გაისროლეს? რა ხმის ბინა ხო გაყიდა შვილი? გაყიდა და ეხა ვერაზე იყიდა კარგი ბინა. შვილი აღარ მოძებნა? შვილიც მოძებნა. იყო ანუ ყველაფერში იყო ისე ანაწილებს ხოლმე ბიუჯეტს რომ საიდან მოვიდნენ შენამდე რომ მაგ პროექტში აღმოჩნდი? საიდან მოვიდნენ? როგორ დაგითამაშე? როგორ დაგითამაშე და როგორ არის? იყო ხორცებში? არა. სოციალურ ქსელებში მაშინ არავის არ ქონდა კონტენტი რომ ვარჯიშის დროს რომ თან აი იუმორი და რაღაცა მე ხომ მაგით გამისნო ხალხმა რომ დავიწყე ვარჯიში და თან დარბაზში მაგრად ვერ დავბოდი. თავიდან მითხრეს ვერ შევთანხმდით ანაზღაურებაზე. არ შევედი. მე შევთანხმდით ანაზღაურებაზე და შევედი. დაამატეს და შევედი. რა ანაზღაურებაზე შევთანხმდით? სხვათა შორის ეხა რასაც იხდიან, ანუ კარგ თანხებს იხდიან. ჩვენ არ გადავიხართ. გააჩნია. კონკურსანტებს რო იხდიან ბინა მაგითო პატარავდება ნელა. მე გეტყვი რომ იყო მონაწილე რომელსაც ჰქონდა 20,000-იც, 15,000-იც თვეშიც, 10, 7, 5
2 და ეხ არის 1100. მაგითო ხოცავენ ერთმანეთს 20000 რო გააჩნია შენ თავს რამდენად შეაფასებ და როგორ გაყიდე. ხარით 80 და უარი გითხრეს. თვეში 80? ხო. რა საკეთებ 80000 რო გადაგიხადო? ეს თუ არს გადამიხდია. ასე დააფასა თავიდანო, ეხა იმათ არ უღირდათ. არა, 80 ძალიან ბევრია. ხო, აი ფიქრობდნენ Kevin Spacey ჩამოვიყვანოთ თუ מחარაო და Kevin Spacey უფრო დაწედა რეიტინგს, მაგრამ მე მგონია რომ ეგ ნაბიჯი რო გადაედგათ, ეხა Prime House იქნებოდა ბევრად მაღალ ლეველზე, ვიდრე ეხა. და შენ ბევრად დაბალ ლეველზე იქნებოდი. სამაგიეროდ მექნებოდა რამდენი თვე გრძელდება? 6 ხო? 3. 3. ნუ ბიჭო. ხო წელავენ ხოლმე ეს დამა. იცი რა, რატო უხდიან ფულს? მე ვერ ხვდები რა, ანუ ხო ის არის. შეჯიბრი რაღაცა კონკურსია და მესმის რომ ვიღაცა ინფლუენსერი გჭირდება რეიტინგისთვის, მაგრამ აი ხა, არა, მე გეტყვი, ვინც არისო ინფლუენსერი თქვა და კონკრეტულ რაღაცა სამსახურში მუშაობდა, იმას უხდიან მარტო იმ ხელფას, რასაც იმ სამსახურში გადაეხადა რა. მაგრამ აი ხა, ჩემთან იყო სხვანაირად, სამსახურში რასაც მიხდნენ, ეგაც გადამიხადეს და პლუს ამას, რასაც ვაკეთებდი რეკლამებში, ისაც მიამატეს. და 1-2000 ზემოდან დაამატეს. და 50 ლარს ზეიდან დაამატებენ კიდე საღამოს ამოგიწუნცულებენ სახლში. მოიცა ერთი წამი. ადრე ამ ჩემს ბავშვობაში და გიორგის ბავშვობაში შესაბამისად კონკურსები იყო, მათ შორის გიორგი ნაზღაიძეც მონაწილეობდა ერთ-ერთში მახსოვს. და მან მაგ დროს პირიქით შეყავდათ ხალხი და აშიმშილებდნენ და ამტანი და ისინი ერქვა და მან ფორმატის ჩვენთან შიმშილი ნამდვილად არისო, იმიტომ რომ არა, შიმშილი კი არა, მე და კაი შეკვეთილს ვაძლევდი ხოლმე. მან დიცოდეთ ერთმანეთის ხელფასები ვის რამდენი ქონდა, იქ როცა იყავით, შეგნით? აი მას 20000 უხდიან რაღაც გავაგდოთ მალე. ეხაც ერთმანეთის შემოსავლები არის, თუ ლაპარაკი ჩამოვარ და შეიძლება ვიღაცამ გითხრა. უშუალოდ იმ პროექტში როცა იყავით, აი არა. იმ პროექტის ფული თუ იცოდეთ, ვის ვიდანდეს იღებდა. გაგიჟდებიან ბიჭო, დაიგებენ, შენ 15000 ქონდა, 1000 ლარს და დეგეგეთი ზიან. არა, ნახე როგორ არის ძალიან სწორად აკეთებდნენ იმას, რა ქვია, ბიუჯეტის გაცემას, როგორ ხელფასების დარიგებას, ანუ ვისაც იმ დროს რა შემოსავალი ქონდა, იმას უხდიან და კიდე ზემოდან უმატებდნენ და ეხა და 27 კვადრატული ბინა. ხო. ანუ უსაქმური არ ამყოფილა შიგნით ყველა ესეთი საქმეს გამოსტაცეს ხელიდან და შეიყვანეს? იცით რა როგორი მომენტია, ხა ეს პროექტი კიდე ბევრი ის არის, რომ ვითომ რაღაცა კრინჯი, რაღაც ბანძი, რაღაცა ესეთი სტატუსი იყო, ვითომ. მაგრამ ვითომ. მაგრამ სინამდვილეში ხა კარგად რომ აი გაანალიზო რა, რომ ჩაუღმავდე. ბევრად ინტელექტუალურია, მაგრამ შენზე იყო დამოკიდებული საზოგადოება როგორ გაგიცნობდა, ხო ეგრეა? შენ თავს როგორ გაყიდიდი? ეხლა მე მაგალითად ვფიქრობ რომ მაგ პროექტში ჩემი თავი კარგად გავყიდე და იქიდან რომ გამოვედი დადებითის გარდა უარყოფითი არაფერი მოუტანია. მაგრამ შენ თუ ყლე ხარ იქასხლი და გარედან ხო, არა, მაგაში მართალი ხარ. აი როგორ გადმომედა, აი ყლე რამდენი ხანი არ მიტყვია. ნახე, სიკრინჯი რას მოქონდა გეტყვი რა, დადგმული იყო ძალიან ბევრი რაღაცა და ეგ ძალიან იტყობოდა. და აი აჩქო იყო, ჩამეცხავი და მაყურებენ. არა, დადგმული ჩემს მეორე სეზონში ვიტყვი რომ არაფერი არ იყო. ერთადერთი ტელევიზიას აქვს თავისი სტილი, რომლის სტილსაც ვერ გადაუხვევს. თქვენს ახლა ტექნიკასთან გაგჩეხება, რაღაცა თამაში როა და რაღაცას რო აცხადებ, თუ კამერა მარჯაიწერა, თავიდან რა გამოაცხადო, ხო არ დაესიზრება მომებას რა მაყურებელს რომ ხო, მაგრამ კონფლიქტები და რაღაცები დადგმული არ იყო? არა, დადგმული არ იყო, ერთადერთი იყვნენ ძალიან მაგარი პროდიუსერები, რომ პაჯი გაწე. იცი რა თქვა იმან შენზე? აი, ცოტა ამძაფრებდნენ რა, რაღაცას ისეც გეტყოდნენ, რომ წყობიდან გამოსულიყავი. მაქსიმუმ ამ ბევრი ჭხუბი, ანუ ძალიან ბევრი ჭხუბი იყო. სემესმა. ხო. ნებრივად ბევრი ჭხუბი. ჭხუბები იყო ძალიან ბევრი რა. კიდე რაღაცები არ გაუშვეს. ოპა. მაგრას სემეს? ერთხელ. აი ხა, დაიცადე რამდენი ხანი გავიდა. კონტრაქტი დამიმთავრდა. შემილია ვილაპარაკო. დაცხე. ვილაპარაკო, თორმე გვერდზე და მელოდის კონტრაქტი მქონდა, ხო იცი? ბოლოს სანამ უკვე ფინალი იქნებოდა, ესეც იმასთან ვზივართ, რა ქვია, ცეცხლთან. ხოს ვანთებდნენ. ვიღაცა ჩააგდეს. აშურებდნენ რა, რა ისეთი პარტი იყო, რომ ეზოც ქონდა და რაღაცა მაგარი ჭხუბი მოხდა და აი მენა წყობიდან გამოიყვანა გურამამ კოსტა. და კოსტამ შენ კი ყნავე ხარ და ესეც მოკიდებული. შეშაიღო და იმენა აი აღმაშენების ხევნამდე არ ბედი რა. გურამა ისეთი იყო, რომ აი ცეცხლაკიდებული შეშით მოსდევდა.
პროსტა ვერ ჩაიწერეს, განა ჩაიწერეს და არ გაუშვეს. ისე უცებ დაიწყო ჩხუბი, რომ აი კამერები არ იყო გასწორებული. კოსტა თავიდან რო გააკეთო, აი ეს ცეცხლს რო იღებ და აი ეს რო ვაჰ, ბიჭო. მაგრამ ნაზღაიზემ კარგად გამოიყენა. ერთი ცუდი რა არის, ანუ ცუდი საყურებელი იყო ამდენი ჩხუბი რა, ანუ ამდენ ნეგატივში კიდე და ამდენ უბედურებაში რომ კიდე ადამიანები ერთმანეთს ჭამენ და ხოცავენ, არ იყო კარგი რა. ხო და არ არის, მაგიტო პროექტის ღირებულება ყველაზე ყურებადი ეგ არის, ანუ და იჩხუბო. რატო გგონია რომ ეგრეა? ეგ მოდი ესე გეტყვი, მარტივად გაყიდვადია კონფლიქტი. შენ არ გიწევს ბევრი რაღაცის ფიქრი და მაგიტო. ანუ ირონია შენ გაიცი პასუხი რატო საკიდებდნენ ჩხუბები. ხო და ესე იგი სხვა რაღაც არ შეეძლო, სხვა რაღაც საინტერესო ყოფილიყვნენ და მაგიტო. არა? ეხლა რა ვიცი მათ შესაძლებლობებში. ორჯერ მეტი ნახვა აქვს ვიდრე Prime House. ჩემ ამ პოდკასტს ჩაიწერა. ამ პოდკასტს ორჯერ მეტი ნახვა აქვს ვიდრე Prime House. ამ პოდკასტში არ ჩხუბი ხდება. ხანდახან ეხა არ ეხება. ყლეოში. შეკამათებები არ იხომა, მაგრამ აი ეგეთი ანუ რატოა საჭირო ეგ ეხა უყურე რაღაც დრამებს რა TikTok-ზე ვარ მე ხშირად ძალიან სულ და იქ რომ ხდება ხოლმე აი ბიჭო გული მერე ვარ ეს როგორი ჩხუბები იყო იცი აი ხო იცი ოჯახში რო ჩხუბია და მეზობლები გაიგებენ და რაღაცა მეზობლები კი არა ანუ კამერები გიღებს და მთელი საქართველოს ნახულობს და ანუ რა მორიდების მომენტი რომ კამერა იყო თითქოს არ ყოფილა რა ეხა ჩაიწევ სამ თუ რაღაცა სიძახდა ოღონდ ისეთ სახით თუ ცოტა შევკრთი რა ყველაზე დიდი პრობლემა ეგ კი არ არის ის არის რომ ამას ვითომ ოჯახი უყურებს მაგაზე აკეთება ყველაზე მეტი აქცენტი ხომ რომ აი ის რატო მითხარი მას მამა ჩემი უყურებს და ჩემი უყურებს აი ვის ახატია ეხლა რა ვინ უყურებს თუ შემოსული ხარ პროექტში ითამაშე ხარ რავი ნათესავის გარეშე და ოჯახის წევრების გარეშე არავინ არ არის და ამაგეთი აპრობებენ ხოლმე ალბათ მან მოგებარით იხდებოდა მესიჯებით იყო ხო მესიჯებით კლიკერებით მე მაგალითად ეხა სხვადასხვა ჩვენ გადაცემაში მე კლიკერი არ ვცოდი რა იყო ის დამთავრდა პროექტი კლიკერი არის Last of Us-ში არის ზომბები და კლიკერები ქვიათ რაღაცა სხვა კლიკერი ძველი დროიდან ნუ დამკლიკავი უნდა იყოს ხო წესით Lineage-ში ვიყენებდი ხოლმე რაღაც ბოტი რო კაჩაობდა ის კლიკერი გვეყენა ხოლმე და კაია ახლა ნახე მე და შენ ჩვენი ერუდიცია კლიკერები რა არის გამოვლენთ და კიდე რა არის კლიკერი თანამედროვე აზია რა ვარ შენ არ გამომიყენებ არა ავტოკლიკერი Prime House-ში რაც შევედი არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი რა თქმა გამომეყენებინა ერთხელ არ მქონდა ის რაღაცა რო აძლევენ რა ვიცი შავი ბარათი თუ დროშა თუ რაღაცა არ მქონია ანუ პირდაპირ ვიჯექი ფინალში ანუ რაც მომიწია რა რომ ყველა რო გავარდა მე დავჭი და ნაზღაიძე მოგიგო ნაზღაიძე სენს თან ვიყავი გურამ შეროზია მომიგო შეროზიამ რამე შოუდა დგას შეროზია იყო კოსტა იყო და ის იყო რა ქვია მე ვიყავი ფინალში რატომ მოგონია მგონევრული ეჭვი რატომ აქ რომ ეგეც ჩაწყობილია ვინ იგებს და ვინ არა არ ვიცი შეიძლება ჩაწყობილიც არის იმიტომ რომ მე არ ჩამიწყვე რომ ჩამიწყვე ხო რა არ მოვინდომე თორე ეგეც შემიძლია 56 კვადრატული და 6 კვადრატული არ მიეცი არავის ამიტომ ვერ მოიგე. არა, ყველაზე გადაობა არის, რომ ეს გადამღები ჯგუფები მე ხო ზოგთან მეგობრობთ რა. და მე იმენა ვიცხოვრე, როგორც შემეფერება ისეთი ცხოვრებით და მე ისინი ჩემს სახლში რომ მოვიდნენ, მე შემეცოდა ის ხალხი. ის ხალხი შემეცოდა, ვინც იქ პროექტში იყო, რომ აი რაღაცა ეგონათ, რომ აი ეს გადაცემა რომ დამთავრდებოდა, ყველა იქნებოდა ვარსკვლავი. შევიცი რა ზაკეთებდნენ ბიჭო. რაღაცა მარშრუტკა დაიქირავეს, რაღაცა იყო აი ფურგონივით რა და დაბრენდინი და კარებებს კი არ აღებდნენ ხოლმე ეს ყლეები ესენი. აი რო გაჩერდება რა, მძღოლია და დაცვა ყავდა ხ რამდენიმე. ხო შეიძლება რუჭკას გამოაყო და გადმოხვიდე. ანუ იმდენად თავში ქონდა თავარდი რომ ვარსკვლავები იყვნენ რომ აი რუჭკა არ იწოდნენ სად იყო რა. ელოდებოდნენ ხოლმე რომ აი 60 წლის კაცი გადმოხტარიყო და რუჭკა გამოეყო. იცი ანუ იმაზე მითო ეცინება რომ თუ რაღაც ეგეთ გამოხტომები აქვს. აი ეგეთი გამოხტომები არა. აი ეხა ამ გადაცემას ხო უყურებს ბევრი იქაური მონაწილე რა მე ხო ვიყავი უმეტესად ბოსი საჭმელსაც ისევ უკვეთავდი აი მომწოდი იმას რომ შემოქონათ რა სპონსორებს რომ სტაფსაც ეჭამა და ის გაიგეთ რაღაცებზე მე მაგარი გართულება მაქვს რა რომ კარები გააღე დამიკეტე და არა ეგ გართულება კი ანუ ყალეობა არის რა ხო რა და კიდე ქუჩაში რომ დავდიოდით დაყვებოდა ხოლმე დაცვა
ხო და აი თქვათ მაღაზიაში შესვლა გინდა აი ხო მომყვები რაღაცა ელოდებოდა რომ დაცვა გაყოლიყო ვის ახატი ხარ შვილო შედი იყიდე სიგარეტი გამოდი სტატუსია რა შევედი და ისა რა ქვია არაჟანი უნდა ავიღო და შენ რომ დამაზღვიო აი რაღაცა ეს უსწორდებოდა ეგეთი რომელი იყო არა ბევრი იყო აი ყველაზე მეტად რა ერთადერთი მე ხა ეგას ვერ დავასახლებ ვიტყვი ვინ არისო აი გამორიცხვის რა ვინ არისო ლენუკა იყო ვისაც აი ეგეთი ტიპი არ არის არ უყვარს ეგეთი ხო კოსტა იყო ეგეთი აი მხატვარი რო არის ნოდარაც ეგეთი ტიპი არის თავდაბალი და რაღაცა და კიდე იყო რამდენიმე ხა ზოგი არც მახსოვს მე ხარ ციხსენებ კარის გაღება ხო არ დაავიწყოთ რომ გამოვიდნენ პროექტიდან აი გათავისებული რა თქო კარები აი კეთი ეგიდონაშვილს მე კაფე არ ჭის ეს ის რო გათავისებულია კეთი ეგიდონაშვილს ხოთაშორის აი რა გარაც გააკეთა შოქში ვარ რა აი კაცი არ არსებობს რომ ბავშვი გინდა თუ ასაკიანი კეთი ეგიდონაშვილის სახელი და გვარი არ იწოდეს ეხა მაგას კარგი პროდიუსერი და რა კარგი მასალა შესაძლოა რა გამორიცხული ვერავინ გაუძლებს არა ტრანსფორმაცია უცებ აი შორნას გადაცემა იყო ხომ რომ მიყავდათ კრასკავდნენ აჭრიდნენ კაბას როაც არა უფრო ღმა აი მაგალითად როგორც თამობაშა ლომიძე მაგალითად თავისი ბრენდი შექმნა თავის ბრენდი შექმნა ანუ როგორი ტიპაჟი იყო და ეხა როგორი ტიპაჟია აი იგივე ვარიანტი შეიძლება კეთი ეგიდონაშვილზე გაკეთდეს რა თქმა უნდა ბრენდის განვითარების მენეჯერი კაი ფულს შოულობენ ხო ანუ TikTok-ზე რახუნებით არა მე ვიყავი შესული TikTok-ზე ხო და დავსხედით და აი 200 ლარი გავაკეთე 2 საათში ხო მაგრამ ეს პირველად რო შეხვედით თორე მე სტაბილურად რო მე და מחარაც ვიყავით არა მყოფნის ჩვენ ვიყავით და კაი ფული $100-მდე კი კაი ფული დაგვიხრახუნეს ეხა კიდე აი ჩვენ მე მაგალითად როგორი მაყურებელი მყავს ეხა გადაცემაზე რაღაცები დამჭირდა და TikTok live-ში ვიყავი რა და იმენა ტიპებმა ფულები ჩაგვირიცხეს აი არის ვიღაცას ეხა ვიცნობ ბევრის ეს გავლენი ადამიანს რომ აი გადმოვაგდებს 1000 ლარს 2000 ლარს აი მოდი Prime House-თან გადავიდეთ YouTube-ზე სარკასტიკა დაიწყეთ გადაცემა რომელიც შეგვიძლია ვთქვათ რომ წარმატებულია რა ძალიან წარმატებულია თან ეხა როგორი მომენტი იყო ნაზღაიძეს ჰქონდა სურვილი ყოველთვის რომ YouTube-ზე შემოსულიყო და ეზარებოდა ეს იდეა როგორი გადაცემა უნდოდა გაჟღერებული ჰქონდა ჩემთან მაგრამ იცი როგორი იმდენად გადატვირთული გრაფიკი მაქვს რომ ვერსად ვერ ჩავტიე რა და ეხა ნაზღაიძე ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის რომ ძალიან ჩემ გრაფიკს ერგება ხო და ისე მოხდა რომ ჯერი ვიღაცა შესთავაზა უარი უთხრა იმას ის და მე ესეთი რაღაცა ჩემთან საუბარი იყო რომ უნდა დაგვეწყო რაღაცა მე რო ისტორიებს ყვები რაღაცა Facebook-ზე რომელსაც ძალიან ბევრი ნახვა აქვს მაგალითად მილიონ ნახვაზე აი თუ მომინდომე და დავჯექი და რაღაცა მოვყევი მილიონ ნახვი უჭველი ვიცი რო აქვს და 1-2000 ლაიკი რა და ეგეთი სტილი უნდა რომ გადმოეტანა ამ YouTube-ში და თქვა რომ ან ჩემ სახლში ჩავწეროთო ან შენ სახლში ჩავწეროთო რა და მე უკვე კი დავთანხმდი რა მეთქი არ არის პრობლემა რაღაცა მოვიფიქროთ მე გადაღებაზე წავედით ერთად და ყოველთვის ყავს ხოლმე ადამიანი ვინც მეხმარება ამაში რა ან ჩემი ადმინია ან ჩემი პროდიუსერი რომელიც აი მიიღებს ან რაღაცა რეკლამაზე რო დამყვება და ისე მოხდა რომ იქაც გააჟღერა ნაზღაიძემ და ჩემი მეგობარი ჩემამდე დათანხმდა რომ აი კარგია და რაღაცა მიდი იქ და მეც ვთქვი აი ჯანდაბას დავიწყოთ და ნაზღაიძე რას დაგაციდა მეორე დილით უკვე 9 საათზე დარეკა რომ აი საღამოს ხო უკვე ვიკრიბებით და რომ დავიწყოთ უკვე შეკრება თუ ვაკეთეთ მაშინ კარგი ხარისხის და სტუდიაც მოვძებნეთ მე მონტაჟიც მოვძებნეთ სპონსორები შემოვაგრიალეთ ვინ ყავს ახლა სპონსორი ბევრი სპონსორი ყავს სანდომი ყავს, სამშენებლო ყავს, ტურისტული ყავს და სტრაფიკობის ობიექტი გვაქვს და 1-4 ცეხა შემოვიდა. ეს ნაცნობობით ქენის თავიდან თუ ნახეს ვიდეო და შემოსულა. მე ეხა მაგალითად დიდი ციგნა კი მაქვს, ვისთანაც მითანამშრომლია, სულ ვიწერ და ურეკავ მე. არა, მე იცი როგორი რეკლამას ვაკეთებ, რომ მაგალითად ვიცი რომ ხა ფული გაქვს და ჩემი რეკლამა გჭირდება. ანუ ეხლა ვინც წყალტაქცეულია ბარტერს შენ გახარებას ერთი მეზარება რა შენ რაღაც ისჭამა რაღაც მეზარება ისაც ვიყიდი შევჭამ ხო და აი ვისაც ფული აქვს რომ მიდეკავს ხოლმე რომ თამას რეკლამა მინდა რაღაცა მე იმით კონტაქტებს ყოველთვის ვიმახსოვრებ ეხლა სადღა დამახსოვრდება ეხლა წელიწადში ამ რეკლამას ვაკეთებთ ხო და მე ისე ხდება რომ რაღაცა სერიოზულ პროექტს რო ვიწყებ მე მეც ვეკონტაქტები ეხლა ისე მოხდა რომ 1-2-ს მე დავეკონტაქტე ის კი არა რომ რა იცი როგორ შემოვიდნენ სპონსორები რომ არც იცოდნენ რა ის ექნებოდათ ნახვა მაგრამ რადგან მიადრე პატივი ვეცი და კარგად რაღაცები გაყიდეს ჩვენს გვცემ პატივს ნაზღაიძეს კონტაქტები კი ყველას იცნობს ვისაც გამოუვლია ჩვენ სოკი ვერ შემოვიყვანეთ ერთი מחარ რა როგორ მახსოვს რომ დავიწყეთ სოკები რო ქონდა რა კაი იყო რას დროს მოიწ სოკი ვერ შემოყავთ სხვა მიზეზის გამო ვერ შემოყავს
თორე აქ სავსე იქნებოდა უკვე. ვიცი რომელზეც წახით. ეს არის რა. სხვათა შორის ეგ სოკი რომელიც თქვენ სოქსაც ლაპარაკობ ტრეილერებით ჩამოიტანეს და მე ვეხმარები ხოლმე კომპანიებს რომ რაღაცა პროდუქცია გავაყიდინო. აი ან მაგზალზე ოპტავოი ვთქვათ რაღაცა იმპორტი. აი მაგალითად როგორ თემა იცი რომ რაღაცა წამოიღე. პროდუქცია ისეთი რაღაცა ქვეყნიდან და უცებ ჩამოდიხარ და ხვდები რომ ანუ ჩამოქონდა ყიდიდი. უცებ ჩამოიტანე ტრეილერით და ვიღაცას აქვს ექსკლუზივი. ვერც ერთ ქსელში ვერ შედიხარ, მიხვდი? და გჩება რამდენიმე ტრეილერი გასაყიდი და მე რა ვაგზალზე ოპტავოში. რიხი მიდის. მაგიტო იყიდება ხოლმე ბევრად იაფად. კი. ან ჩაწოლილი რაღაცა 2-3 თვე ვაკ და. ეხლა ვიღაც რეკლამა ხდება ხოლმე ვადაგასული ყიდის მე მგონი რაღაცეებს. ამბობს რომ ვადაგასულია? აი 2 დღე დარჩა ვადა და არ მოკვდებითო, ზალა. ხო იცი. ვიცი როგორ არ ვიცი. ხალხი ენდობა ხო იცი. ბიჭო რაღაცა ყველი იყო რომელშიც ვაძლევ ხოლმე რაღაც 140 ლარს და ეს ყიდა 26 ლარს და 3 დღე დარჩაო რა. კი. მოსწრებაზე ჭამის დედა ანაერთო მოვასწრო. იცი როგორ ეხა მაგაში ძალიან ბევრი ფული დარჩება და ძალიან ჭკვიანი კაცი არის. არის კომპანიები რომელი ეხა შენ რო ხარ ბრენდი, შენ ბრენდში მოკლევადიან პროდუქციას არ დადებ. აი როცა ხარ დიდი ქსელი. ხა მაგას რამდენიმე მაღაზია აქვს, შეიძლება არც მაღაზიის იმიჯზე არ აფიქრობს, შემოდის ყიდის რა და შენ ხარ დიდი კომპანია რომელსაც რაღაც ტრეილერის პროდუქციას 5 დღეში ვადაგასდის. და ეუბნები რომ აი მოდი რა თავის ფასი კი არა, იმის ნახევარი მაინც გადამიხადე, სულ არ გამიფუშტეს, ვიცი რომ 5 დღეში დიდ ქსელში ვერ შევიდან და ამ დროს დაურეკავენ ზალას ტრეილერს ჩამოცლიან ისაც ერთი TikTok-ში აგდებს და 3 დღეში აღარ აყიდულობს ყველს. არა, არ მეყიდე, მაინტერესებს უნდა გავიდე რა. მე ძალიან მიყვარს ეგეთი რა. ისე სხვადასხვა პროდუქციას რო ვადაგასდის, იმას კიდე აქვს. ხო, უგრძელდება. ეგრევე რანაირ შებრალყო. ხო. ან თუ არასადანადო შენახოს პრობლემა, მანამდე დავყება, ან ხო, პროდუქციას რომელსაც თვი აქვს, თვეებით ანგარიშო ფანწელზე, იმას რამდენიმე აი 1 თვე და 2 თვე გაძლევს, მაგრამ როცა დღეები აქვს, ან საათები, იმას როცა ვადაგავიდა, აღარ ვარ რა. ხო. მაგრამ მაწონის გიჭამი ერთ დღე გადაცილებული, ცოტა მჟავია. აი მაწონის კერძი რომ დაამოღაბო და ჟავი მაწონი ჩაუშვა. ვა, თამოზე როგორც რა გეგმები გაქვთ YouTube-ზე? ფულიშონის გარდა. ხო, ერთობით მაგრად და გინდათ რომ აი გაერთოთ და იხალისო. აი რამე მიზანი თუ გაქვთ ისეთი, ან აი რის გამოაკეთებთ აი ყველაფერს? იცი რა არის საქმე რომელიც მოგწონს. არის ერთი ეს, რომ თქვათ იმას ნაზღეცად ძალიან კარგი იუმორი აქვს, მეცაც ეს ასე თუ ისე ვცდილობ რაღაცა კარგი იუმორი მქონდეს. სულ ყლება თქო ხალხს მაინც ეცინება. აი ვერ დავამოღაბე, შეიძლება ვაფშე სასაცილოს არ ყვები და აი ჩემზე ეცინებათ. ტიპაზე შექმენი, ხო. ხო, აი მაგის გამო სამძიმარებზე ვეღარ დავდივარ. რა შედიარ ყველა იღი. იპოლიტე ხვიჩია, იყო ეგეთი. ხო, რა შედიარ ყველა პატარა იპოლიტე ხვიჩია. ხო და აი თან ხა მოგითხავ რომ მომავალზე ვფიქრობ და არა ხან მოგითხავ რომ გითხავ რომ მეწყინა რომ სამძიმაროზე ვერ დავდივარ. ძალიან მოგატყუები, იმიტომ რომ არავის მან სიარული არ უნდა. არა, მე სულ დავდივარ. ხო. თუ გინდა ეგ თემა გავშალოთ, აი სულ და მაგიყვარს თუ რა. არა, ქელეხია, სამძიმარი თუ მივდივარ ქელეხზეც და თუ მაქვს დრო ვრჩები, მაგრამ სამძიმარი რო გავმაზო, ეს არის ყოველაში, აი რო ვიცნობ ადამიანს და ან იმის ახლობელი გარდაიცვალა, ან თუნის გარდაიცვალა, არ არსებობს რომ მე სამძიმარი გავმაზო. თუ საქართველოში ვარ. სამძიმარი რო გავმაზო რა მაგალითად. ხო, აი არ არსებობს. იმიტომ მიდიან ხოლმე რომ მე პური ჭამა არის. არა. მე ვფიქრობ რომ ადამიანი მაგ დროს თუ არ მოვიდა და არ დაგაფასა, მე მაგალითად ეგრე ვაფასებ ადამიანს. სამძიმარზე თუ მიხვედი? ხო. ეს იგი აფათ. თუ მოგვიდა შენთან ვიღაცა. ხო, არ მინდა კაცო სადმე მოგამანები. ხო და არა, არ დაგაჭიროს კაცო. მე მქონდა ხოლმე დაბადების დღეები, 1-3 წელი აღარ ვიხდი. ძალიან დიდი დაბადების დღეებს ვიხდი, რომელიც ძალიან დიდი თანხები ჭდებოდა. 150 კაცზე ნაკლები დაბადების დღე არ მქონია ვილებში. მაგრამ ხო შემოდიოდა ხოლმე თანხაც. თანხა ხო ეხა შემოდიოდა რაღაცები ბარტერზე იყო, მაგრამ მაინც გახარჯება. ისინი ის რაღაცებს ჩუქნიან, რასაც შენ არ იყენებ. დაბადების დღე და ბარტერი ერთად რა კაი. ხო, მოიც დაბადების დღეს აბარტერებდი, ანუ? არა, ის ვიცი რომ ეგეთია და. მე მაგალითად ეხა სპეციალურად ამ გადაცემაში არ გამოვეწყვე, თორე ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი რეკლამა დავდივარ, აი ტრეილერებზე რო არის ხოლმე გაკონული. არა, შეიძლება გეკوار პოდკასტში მივდივარ და რა ვიღაცას და არა, ეხა დღეს ისე მაცვია რომ ყველაფერია ჩემი ნაყიდი.
იმიტომ რომ ეხა მე არ ვიცოდი ამ გადაცემაში მქონდა თუ არა იმის უფლება რომ რაღაცები გამერეკლამებინა თორე ჩემთან აი მაგალითად არა აი ტასაცმელი ფეხსაცმელი სათვალე ყველაფერი თუ რამე დოდავდივარ თან ის არის როგორც ხდება ხოლმე რა მოიცა ეს ის არის ვისაც ნაჩუქარია ქართული ბრენდები რაც არის ხო ვიხდიან მაგაში ბიჭო აი მაგალითად ეხა გავხდი ქართული დიზაინერი არის თქვა მაგრამ კი თქვი ძირითადად ქართველები არა არ არსებობს ქართული დიზაინერი ვისანაც არ მითანამშრომლია რაღაცა გზელვადიანად ეხა ახალი არის ბლეკ მამბა ანუ ისეთი არა აქვს კარგი ხარისხის ტასაცმელი ყოველდღიური ცოტა განსხვავებული რა ჩათლახია ეხლა გარეკლამა და ხო კიდე აი მაგალითად დაურეკავს რო გავა იმას ეტყვის ხიო იქ რო ძალიან ისეო რა მორიდება ორი ლუკი რო გამიგზავნო აი ქართული გეუბნები ის რა ქვია აი ფეხსაცმელები ბოდიში რა რეკლამაზე მირეკავენ ფეხსაცმელები ხა უთებით ამაკ დღეს რაღაცა უნდა ხო იტალიიდან უთებით ის სხვა სამყაროს ხანაჩოლობენ ფულს შეჩემ ხო გვიგზავნიან ბრენდებს აი ხა მაგალითად აი ამ კვირაში დავდებ ხმობა არის რომ შეუძლია გაუგზავნო ჩვენთვის შეურაცხყოფა ეგ მაგალითად რატო შეურაცხყოფა ტანსაცმელი რას ქვია გამოგიგზავნოს მოიცა ველთაური რო გიგზავნის ანუ ფულიც უნდა მოთხოვო ეგრე გამოდის ხო მაგლობითი არა შეურაცხყოფა რატო არის ეხა მე მაგალითად აი რო გითხრა არა შეურაცხყოფა არ არის კაცო 6 შაურმას გაჭმევთო ან გოჭის გამოგიგზავნოთ გაგირეკავები გოჭი გამოგიგზავნეთ საჩუქნად გოჭი კი ოღონდ ფულს გადაუხდიათ არა ისე რომ შეჭამო და ეგეთი რაღაცა არც უკადრებია ჩემთვის რომ მოდი გაჭმევთ და რაღაცა ჩაგვიწერე არა მაგრამ ყოფილა მომენტი რომ შევსულა რაღაცა მეგობრებთან ერთად და მინახეს რომ მეც ვარ შევუკვეთე და მე ნულოვანი ჩეკი მომდის ეგ აუცილებელი მომენტის რომ თორსაც ვერვდებ მე მეუბნები ხომ რომ ვიღაცის უფრას გადაუღეთ და მადლობას გადაგიხდით აი რა ყველაფერი შეჭმული რომ თეფშებს ხარ გადაუღებ რო არ წიწი რომ ნულოვანი ჩეკზე შენ მოგვივიდა ეხა პირველად მოგვივიდა შენ საყვარელ რესტორანში ნულოვანი ჩეკი მოგვივიდა მაშინ გადაღების დროს იმიტომ რომ ის კარგი მენეჯერი იყო და რაღაცებს მიხვდა რა დანარჩენები ვერ მიხვდნენ აი მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვი იმაზე კი არა რომ მე არ პატიჟებენ ანუ რა შეიძლება ეგ შანსი გაუშვა ხელიდან რა რო ხედავდი რა ჩვენო ადამიანებსო შენთან ეგეთი სიტუაცია შენთან რაღაცების პატივისცემა ვისაც შენ უნდა ეგ პატივისცემა გადავიხდით მაგრამ ბიჭო ის არის რა შანსს რო ვერ ვისაც ჩემ და ეგ პატივისცემა და თან რა კარგია ეხლა მოდი ჩამოყალიბდეთ რა იმის გადმოსახედი ანუ მენეჯერი რო ხარ და რო ხედავ პატივისცემა არის ესეთი რაღაცა რომ ვისაც ჩემ უნდა არ უხდება რა ანუ კარგია აი ნახე არა პატივისცემა აუცილებელია მე ვერ წარმომიდგენია აი ხა კახეთში ძალიან აქტიურად ვარეკლამებ იმას რა ქვია სასტუმროებს და ხო იცი რომ ეხა ბიზნესები ისე არა ეხა უნდა დავიწყოთ ჩვენ სასტუმროებს აი შენ გარეკლამო სასტუმროებში უნდა ჩავიდეთ ჩვენ და გამოვ გრაცნიშნავს ანუ კრიტიკულად შეაფასონ ნუ როგორ მოგეწონა ხო ეგ მაგაზე პრობლემა არ მაქვს კი ეგ რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ ვამოწმებთ და მე ვარეკლამებთ ეგრე არ ხდება ხო და თელი საქართველოს სულ რამდენიმე ადამიანის რა ანუ ისი არ არის რომ მაგალითად მეც ბიზნესი მაქვს შენცა იმასაც ისი არ არის ანუ არის 1-20-30 კაცი ბობოლა და სულ იმის სანათესაოს აქვს ეს რაღაცები რა და ეს რაღაცას რო გავარეკლამებ და რო გაუვარდება და შემოვა ხალხი მე იმასთან მივდივარ მე იმასთან და ეს ხდება რა რამე მორალური ზღვარი გაგაჩნია რომ აი არ მიხვიდე ხო როგორ არა არის ხოლმე მომენტები რომ არ მივდივარ არის ეგეთები აი რაზე შეიძლება უარი უთხრა ადამიანს რეკლამაზე აი რა უნდა იყოს რა მიმართულებით მითხარი აი ზოგადად რაზე შეიძლება უარი უთხრა თუ აი მაგ ნებისმიერ რაც შენ გინდა აი რაზე გითქვამსვარი აი რა არის მორალური ხაზი რომ აი იმასთან ვერ აი უყურე მაგალითად ძალიან ბევრი კვების ობიექტებს ვაკენსელებ იმიტომ რომ არ მაგალითად რომ თქვათ ვეუბნები რომ უნდათ რეკლამა იხდიან ფულსაც რომ მივიდი ამ ჭამოა შევკვით არ მომიტანონ მე ყავს ადამიანები ვინც ამაში მეხმარებიან მიდიან ამოწმებენ შეიძლება ან სისუფთავი არ მოსწონთ ან მენიუა ისეთი ან რაღაცა სხვა მორალური ზღვარი არ არის ეგ სტანდარტული არის სხვა რამე არის აი სხვა მორალური მეტი საქმე არ აქვს და მორალური რა უნდა იყოს ფულს გადამიხდიან და კაი პროდუქტიც არის სათვალე გავარეკლამებ მაინტერესებდა რა აი ეხლა რა მაინტერესებს ეხლა რამდენი წელია ცნობილი ადამიანი ხარ აი რაში გეხარჯება ფული ეხლა მაგებში ხარჯავ აი გულობაში არ მეხარჯება მოგზაურობაში არა ჩაცმაში არა აი რაში გეხარჯება არაფერი აი რა ჩემნაირად ყოფილი ხარ მაშინ რა გულობაში თორე ხა რესტორნიდან არ გამოდის ის და გულობა არა მახან მე ოჯახი კაცი არის შოუფრო მე ხო რაღაცა არა ხო მე საჭმელს მეხარჯება ყოველდღიურში რა კიტრი პომიდორი ყველი ხა მაგას ბარტეს კიტრი პომიდორის აი მე როგორ ეს გაჭირებული ხალხიო დაჟდა და არა ბიჭო ვაიმე კიტრი რა ხის და ღირს 13 თუ 18 ლარი პომიდორში წამივიდა იმ დღეს 20 ლარი ბიჭო მე ვარ გორელი
მთელი ჩემი ცხოვრება მე თუ მომყავდა 5000 ლარის ტრანსფერი მეცვა და პომიდორში ოცილო. არა, სხვა რამის გონე, მე ვარ გორელი, პირიქით. მე რო უფასოდ მომყავდა გემრიელი პომიდორი, ეხლა რომ მივდივარ დემაში 23-ს ვიხდი, ცოტა რაღაც უცნაური არის ჩემთვის რა. მანდ ხა მე კიდე სხვანაირად ვიყურები. ეხლა აგიხსნე რატო ხდება ეს ამხელაფასები და რაღაცა? ახლა მასტერ კლასი აქვს იმენ. აი გავშალო ეს თემა რატო არის რომ ჩვენი ადგილობრივი თუ გაინტერესებთ არა, ემის თემაში ხარ ეხა სერიოზულად. გონია ხომ ეს უყლედა მოდელი მაგერი და რაღაცას ვიცი რა. ცოტა ისაც ამაკე ბაგაჟი. ქართული ბაზრის უკან წასვლა უნიტო უხარიათ და ვთქვათ იმპორტზე უფრო დიდი აქცენტი გაკეთებული, იმიტომ რომ იმპორტი არის ძალიან გამჭვირვალე. შემოიტანე გააბაჟე ის кэშბექი რაღაცა სახელმწიფოს გადაუხადე, არის ყველაფერი დათვლილი. შენ რო ხარ გლეხი, სახელმწიფო მაგას ვერ ითვლის შენ ეხლა 5 ვედრა პამინდორი გაყიდე თუ 10 ვედრა პამინდორი გაყიდე, მიხვდი? აქედან გამომდინარე დიდი იმპორტი შემოდის, რომ შენი პროდუქციის ფასი გაიაფდეს, შენი შრომა უფრო მეტი იყოს და მაკლები შემოსავალი გქონდეს, იმპორტს არ ექნება, იმიტომ რომ იმპორტი რო შემოდის, შენ ხო ტრეილერით რაღაც შემოგაქვს, იმისიცაც აქვს ბაგაჟი, რომ ბერქსელში შეიტანო. მიხვდი? მე ეს სოფლის ხალხი ამ ყველაფერზე იგრუზება, რასაც შრომას დებენ, ვერ ყიდიან და აქედან გამომდინარე ფაქტია რომ პროდუქცია ჩვენი ხო ჯობია ადგილობრივი ჯობია, მაგრამ ეს სოფლის მეურნეობა რო ზარმაცდება, მე ვინ უჯდენი ხარო პამინდორში გადაიხადო 20 ლარი. კაი, აი პამინდორი მე ყარს ალბათ ლასტმოს დაგორავს. სხვა რა გაქვს, მაშინ არ იყიდო. დაგორავს, პომიდორი დაგორავს. მე ერთ გადაცემაში მოვყევი, წინა საახალწლოდ ვიყიდე, რა ვიყიდი აღარ მახსოვს, რაღაცა ხილი. ხო და ისე მოხდა რომ გადამვარდნია. აი რაღაცის უკან გადავარდა, არ ვიცი შკაფის უკან თუ რაღაც. გავიდა ბიჭო რაღაცა იქ თუ რა კიდე ამახატეს. ერთი თვის მერე რა, აი გენერალური რუბრიკაზე მოვიდა, ვინც მილაგებს ხოლმე სახლს და გამოწიათ, აი ვაშლია ჩვეულებრივი. აი ვიცი რა და ის ვაშლი ვიყიდე 2 თვის წინ. ჩაკბიჩა ისევ რომ ადის აღძრულად გამოიყურებოდა ანუ. გასუსმები და მე ბაზარში წავიდი აქ დავდივარ ხოლმე გდანის ბაზარში იმათ ვკითხე რომ სად იყივე ეს ვაშლი მით სადაც ვიყიდე რა უკრავების ხო არ იყო ასე რა არის მეთქი ესეთი ვაშლი რომ ესაო ზედით უწმენდავთო ზედსაცხამი თურმე ნაჭერს და იმით აპრიალებენ ხო იცი რა გორში ხარ გადამადებული გაზილი რომ გასტერია შევიდეს ამ ვაშლში ფეხსაც მე კომბოსტოში ვალაგებდით ხოლმე კაი კომბოსტების ზევიდან და ქვეშინა ხა ფეხსაც ხარ დაიწყო სქემის საუბარი დაიწყო ყიდით ხოლმე ბეიცა ვერ დაგეწიე კომბოსტოს ქვეშ ფეხსაც მეც რა უნდა აბევრებს კარგი ძველი რას ყრია ამაში კომბოსტოების ზევიდან კარგებს ალაგებ ხო ეს რო ყიდულობს იაშიკით ხო ყიდულობს დიდი იაშიკი იყო და ბელ ფეხსაც მელი ხდება თუ რა აბლაყლება გაბევრებული რაღაც ამფიცარი დიდო ესეც ერაო ხალისა მოიგონა რომ ერთი იაშიკს ყიდულობდა და ყიდულობდა ზედამ ხალხს მაგასაც თავისი გათვლა აქვს და შუაში რაღაც ორმოსავით უკეთებ მე ხო ის იმაში მუშაობდი დეზერტირების ბაზარში სადა აბა მე სულ თავიდან ბავშვობაში სოფლის მეურნეობაში ძალიან აქტიურად მუშაობდი რა გეტყობა ხო ანუ ის რო აი მაგალითის დალხენილი ცხოვრება ესე არ მომწია არა ხო არა გეტყობა ვიზუალურად კი გეტყობა ანუ ის რაღაცე საქმით რაღაცების არა შეიძლება ვიზუალურად მეტყობა არა ხო და დეზერტირების ბაზარში მუშაობდი ხოლმე და სხვათა შორის აი იაფარულობის გადაცემაში მოვყავი მეთქი იაფარულობაც იქებია ვიყავი წინ ყველს ყიდი და ია ხო და ბევრმა დამიწერა რომ მე აი სანამ სეზონი დაიწყებოდა რაღაცა ხილის მე ის უკვე გასაყიდად მქონდა და ამას როგორ ვაკეთებდი გითხრა ჩვენ ზეთი არა ზეთი არა აი მაგალითად მსხალი უნდა შემოვიდეს რაღაცა სექტემბერში მე აგვისტოში უკვე ვკრეფავდი ამ მსხალს ამწიფებდი საბანში ვამწიფებდი აი თბილ საბანს დავაფარებდი და დაყვითლდებოდა დილით მიმქონდა და შეიძლება ეს მსხალი ყველა მხრიდან არ ყოფილიყო ყვითელი მიხვდი ნუ ამიტომ ყვითელს ალაგებდი და სანამ გათენდებოდა მანამდე ვყიდიდი აი ბატარეით რო დადიან რა ეს ბაჭრები და დაანათებდნენ ყვითელია წავიდა და მე ეს მსხალი უნდა ჩავიწვინოთ ლოგინში თუ თავისით არა ჩაწვენით ხო გაჭყლიტე ბიჭო ჩაწვენით იქნება სითბო უნდოდეს რა პოდკასტებში მე აღარ ვივლიო განათება არ მომწონს და გოგო მოდი ჯერ ახლა და ნახე რა განათება და რა კამერები არის არა ეს უშუალოდ რო გადადის ხოლმე სტუმრებთან მიმართებაზე ციცინო შულღაია მეხვეწება არ მომყავს ციცინო შულღაია ჩვენ ყავდა სტუმრად გავიგე ხა ეგ არ არის ია ეგ დონე რო თქვენთან მოვიდეს ია მოდი ჩვენთან ციცინო შულღაიას დონეები არ ესენი და ჩვენ ბევრად მაღალი დონე ვართ და რო ვილაპარაკოთ ამათ მუტიფრობაზე და რაც გააკეთეს ეს ყველაფერი საქმის ესე მჭირდებოდა თამას ციცინო შულღაია ვინ არის? რა? ციცინო შულღაია არის ერთ-ერთი საუკეთესო ნერვოლოგი თუ რა? ნევროლოგი. ოღონდ აი ტოპშია რა. ტოპშია.
ხო, არ ვიცი და ვიკითხე. ქირურგია, ოღონდ უფრო ნერვოლოგია თუ ნევროლოგია. ია და ეს ქალბატონი რა. ხო, გასაგები. არ დამჭირებიან. მე რაღაც შეხლა შემოხვალ. რუსეთში ძალიან ცნობილია. ხო. მაგიტო არ ვიცი. ნერვოლოგ. მაგიტო არ ვიცი. და ეს ესე იგი, მსხლის დამწიფების მეთოდი საიდან იცოდი ეგ რო საბანში უნდა დაგემწიფები? იცოდა, ვიცი. დაინტერესდა. არა. ეს ხეჭეჭური ეს საბანშია დამწიფებული თუ ხეზე, აი რო. ერთ მხარეს მწიფდებოდაო და ღამე ვყიდიდი რომ ფანძრით მეც ვერ ახედავდნენ, რასაც დაანაცებდნენ ზევი. აი წარმოვიდი, ვითომ არ იცის და ხეჭეჭური რამ გაახსენა რომ ეხა გადავა მე ალექსანდროვი, ძველი მსხლები რა. არა, ხეჭეჭური ვიცი, ანუ ჯიში ვიცი კაცო. არა, უბრალოდ ეხა საბანში დამწიფებაო და ნახდა საბანში იმდენი რამე დამწიფება შეიძლება რო გითხრა. ბავშვი სადამწიფდება საბანში. მოიწერცა. აი მსხალი. აზრია, გიტყავებ თუ საბანს მსხალს გადააფარებ შეჭება. რამდენი თუ გიყრია ეს. უფრო მეტი. რამდენი ხანი უნდა დამსხლის დამწიფებს ერთი ისა. მე პროჭნა ვიძრობ ამ მსხლებს. რამდენი ხანში მწიფდებოდა ეს ხარი? თუ რამე საიდუმლოა. გაჩნი რამდენი ხურვალე ჩაწვევი. ის ზომას გააცია. ბიჭო, სიტყვაში მწიფდება რაღაცა ხა, ნუ დადებილდები ხო? არა, საბანში თვითონ რა. აა, მეტი თვილი არაფერი. რა უნდა მოუწვე რა გვერდზე, ძალიან კაია. კიდე რა დაგიმწიფებია. თითქმის ყველა ხილი მწიფდება. და წინას და ისინი გამყიდულები, სხვა გამყიდულები მე ამბობდნენ რომ რა ხდება, საიდან გაქვს ხალიო გვერდად თუ როგორ. შრომა მეტი უნდოდა რა. აი კიდე გეტყვი ერთს ხა ეს აი მაგალითად პომიდორი. თამას ბოლომდე არ ჩაახედო საქმე. აი ხო რაღაცა მგონი არც ძრობი აღარც მოუ. არ ვარ დაინტერესებული მაგ სფეროთი, უბრალოდ რო გითხრა, ბოლომდე არც მითხრა. აი სანამ ხეზე დამწიფდება კრიფავ საბანში ამწიფებ, რომალი ან შეიძლება სითბოში, ოღონდ ძალიან ახლოს არ უნდა ალაგრო არ დაგილპეს რა. აი დამავიწა მთავარი. უნდა ხადახამი და საბანი უნდა გადახადო. აი ცოტა საწვალებელია და ატრიალო ეს მსხლები რა. ეხლა ბოსონა შემოუკეცოთ ეს საბანი თუ ბალიში ნამოუტრიალო. ხანისე თუ ჩახურდება მე უნდა გადაშა. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ახლა ამ პოდკასტს. შეიძლება ძალიან ადრე გაიჩნდოს ხილი, ხო, ბაზრებში. დღეის მერე. ეგ საბნის ტექნიკა ბევრი მოხდა. არა, ეხლა გაზაფხულზე ვაფშე დასაკრეფიც არაფერია რა უნდა გაჩიტონ. არა, მაცივლებიდან გამოაქვს. ეს ხდება როდის იცი? აი მაგალითად გვიან შემოდგომით, აი სანამ ყველაფერს აიღებ, მანამდე უნდა მოასწრო რა. ხო და პომიდორზე ამბობდი რაღაცას. პომიდორის აი მაგალითად უცბად ხო არის რომ პომიდორი ერთიანად ილევა. და მაგასაც რას ვაკეთებდით ამ მრეშს ვკრეფავდით მკვახეს. და ალაგებ სიგრილეში და გვიან იმაში რა ქვია, აი ახალ წელს პროდუქცია გქონდა. ეგ ყურძენსაც ეგრე ვყიდიდი. მაგალითად ყურძენს ვინახავ, ვინახავდი ხოლმე იმაში ნახერხში. ხო. და სალფეტკში. და ბევრად ზვირად ყიდით. კი. იმიტომ რომ კი. მაშინ მაცივები არ იყო რა. ეხა არის მაცივარი შეყარე გამოიტანა. ეხა აი მაგალითად ძალიან ბევრი არის აქ თბილისს ძალიან ძვირი ჯდება 9 მილიონზე მეტი ჯდება $, რო გააკეთო მაცივარი. ამ პლუსი და მინუსი ხო თუ ერთად გააკეთე უფრო გემოსუცulis ბიჭო. აი ნახერხში შენახულ ყურძენს სხვა გემო ჰქონდა. და მაცივარში ნამყოფ ხილს. იმიტომ რომ იმაში გოგირდს უშვებენ. გოგირდი აჩერებს იმ მიკრობებს რაღაცებს ყველაფერს კლავს რა. ტემპერატურაც და რა საინტერესო. მე როგორი მე მინდა ისეთ თემა შეიყვანოთ, რა თემაც არ ვიცი. ისეთ რაღაც ისეთ დებილი სახე მივიღო, რომ ეხო ხთე. ცოტა შენ გადაცემაში მიჩეული ვარ იმას, რომ რაღაც ისეთებს უძრობ ხოლმე, რომ ლოდაძის გადაცემას 4 ჯერ კალას მანქანის პრობლემებზე ხوار. მანქანა ყავს თავს. მანქანა ყავს. მოასწარი ჩამოყვანა თუ არა, მე ჩემი საკუთარი მანქანა მყავდა, მაგრამ ეხა ვისი ყავს? რა დაიწყო ბიჭო, ვისი ყავს? არა, მაგის მისუფლება არა მაქვს, მაგრამ ყავს სხვისი კომპანიის მანქანით დადიხარ, სხვისი სხვა კომპანიის მანქანით ჭირდება. არა. მოდი მანქანაზე რაც გინდა. არა, გავავიგი, მაგრამ სათვალო მანქანით დადიხარ, ბენზინი ვის ბენზინს ხარჯავს? შენი და სხვას თუ ჩასხმული ხდება ხოლმე დილით. არა. ბიჭო. შემი დიხავდა. აი წამოვიდა, ვერც მოვიფიქრებდი რომ მაგ თემამდე მიხვიდო. საიდან დამა? ეხლა ჯიბეში გზნობ ხელს ამისას რომ მაცლის ნელ-ნელა ფულს. გადაურდა. დილით წარმოვიდგინე. არა, მეგობრი იმათ აჭავდა რომ არ აღებენ და ამას ბენზინი ჩასხული მანქანა ხდება დილით. არა, მეგობრის მაჩი ჩართულია ხოლმე. ყოველთვის. მეგობრის მანქანით დავდივარ. შენ დადიხარ თუ ვიღაც კაცი მოყვება იმ მანქანას? არა. ზღოლი ისე მიყვარს მე მანქანის ტარება რომ რა მანქანა არის? დიდი ისეთი არაფერი. არა, შავი ფერია. ეხა გამოვი, ჯერ არ გამოსულა. არა, ჯეტა მყავს.
ისეთია რა. ჯეტა ვისაყავს ბიჭო. კიდე კაი შკოდით არ დადიხარ. ჯეტა კიდე არა უშავს ჯეტა. მე რომ მქონდა ჩემი სუშის რესტორანი, ხო, აი გონა მეკითხა ხო რა დახურე? კი. რატო ვერ გაარეკა? მე იცი ისეთი პერიოდი დაგვემთხვა ჩვენ რომ მაგ დროს იყო ბევრი მიტინგი ასე შემდეგ რომელმაც ყველა ბიზნეს დაარტყა და ერთ-ერთი იყო ჩვენიც რომ აი თუ მაგალითად ჩვენი ბიზნესი დღეში ვაჭრობდა 7-8000 ლარს უცებ ჩამოვიდა რომ 700 ლარის დავაჭრით არ იყო და სტაფი შენახვა ის რესტორნები ან გაკეთება გვინდა და აი მე გირჩევდი რომ სუში აი აზიური სამზარეულო ძალიან სპეციფიკურია აი მე რომ გამეკეთებინა ქართული სამზარეულო აი ძალიან მაგრად იმუშავებდა და სამომავლოდ ამ კუთხით მივდივარ და მალე შეიძლება სამაო დაუცბად გამიკეთებენ და მე მივალ და ჩავიბარებ. არა, აწყობა და რაღაცა მაგრად ვიცი. ჰა? მივალ? არა, ხო, იმდენად გამოცდილება თან მაგ პროდუქტების კუთხითაც იმდენად გაქრო და გამოიყენო. კი. ახლა გავაკეთოთ რა, მაგის დედავატი. ბარი უეჭველი. კაი ბარი. ბარიც კაია. აი ეს პოდკასტი სადაც ჩაიწერება რა. თან ესეთი დიჟენია უნდა იყოს ლაპარაკი და თან რომ სწავლენ რა. კი, ძალიან, მე ძალიან მინდა. მე DJ დადგება. წარმოიდგინე მანდაც რამდენი რაღაცა შეგიძლია სასმელები ვთქვათ კაპიკებში წამოიღო თან არეკლამო. ეგრე მოგქონდა ხოლმე. ბიჭო ლუდი არ არის კაი რა ქვეყანაში. ლუდი გერმანიდან ჩამოიტანე. ქვეყანაში არ არის ანუ? აი ვერ დალევ კარგულს, უნდა წავიდეთ მაშინ გერმანიაში. ან პრაღა. ან ჩეხეთში. ბიჭო აქ რამდენიმე იმას აქვს. აი ლუცახარში თავიანთია. არა, ყლობებია. პრაღიდან ან გერმანიდან იმენა ტრაილერთან ჩამოიტანო. ის ლუდი რასაც იქსვავ და გემრიელი შეჩემ. ხო და იქიდან რომ ჩამოგაქვს მე მგონი ტრანსპორტირებაში. არა, არის რა. იმიტომ ნახე ჩემი ერთ-ერთი იქიდან რომ ჩამოგაქვს ტრანსპორტირებაში ფული ჯდება. აბა მაგალ გამოგიფრე. ნახე ფული კი არ ჯდება, ფუჭდება თქო. არა. ლუდი, არა, სხვა გემოზია რა. აქ რო ჩამოდი სხვა გემოა. რაღაცებს უშვებიან. ყოსტოში აი მაგალითად პაულანერი ხო როდალიუ აქ ხო ჩამოტანილია ხა ხო არის ხმევა. აი მე აი ჩემ რა ყველა კომპანიას აქვს პრემიუმ კლასი და საშუალო კლასის ლუდები. აი თუ გინდა რომ მაგაში ფული შო მე რამეს გეტყვი. იმ კომპანიიდან ჩამოიტანე, ოღონდ ყველა ბარიში ექსკლუზივი რო ახლა შენ არეკლამებ რაღაცა. ნო, მე ვაფშე სხვა თემასაც ერთი მაგ კუთხით კიდე ხარ არის მე ვეღარ მოვიცალი არსებობენ კომპანიები რომლებიც ქართულ ბაზარზე არ არიან და არც არავინ ამ ქვეყნის შესახებ რა შენ იმათ მარკეტინგს უკავშირდები და ეუბნები რომ მე შენ ბრენდს საქართველოში გავქაჩავ რა ისინი გამოგიყოფენ რაღაცა სტიპენდიასავით არის ხოლმე აი იწება 10000 ევროდან არის 50000 ევრომდე რამდენად კაი ტიპი ხარ და ამ ფულს გაძლებენ ინვესტიციაში ოღონდ შენ ამას რომ მოგცემენ როგორც საწარმოო საქართველოს პროექტი რო არის რა უეჭველი აქ უნდა გაუჩითო რომ შეხვედი რაღაცა ქსელში გაქვს ტენდი ის და შეიძლება შუის კაპიკები გიждდება, მაგრამ შენ ამ ყველაფერს შენ იტყვი რომ მაგალითად מחარას გავარეკლამებინებ, ან გავარეკლამებ ვიღაცას და מחარას შეუწერ ჰონორას თქვათ 20000 ლარს და სინამდვილეში შეიძლება 3000 ლარი მისცე. მიხდი? და მაშინ ფული გრჩება. და ხა ამ დესემ რატომ მოვაყოლი, იცი რომ იქიდან რომ წამოიღებ რაღაცა პროდუქციას, რაც საშუალო ხარისხის არის, ქსელში გაყიდი და რაღაცა კარგი რაც იქნება საუკეთესო შენ სტუდიაში თუ შენ ბარში ამუშავებ. ხო, ბარში თუ შემოგაქ ბოთლში და კილაში და იმაში არ ჩამოსასხმელიდან ჩამოიტანო. უეჭველი. ჩამოსასხმელი ცოტა რთული თემა იქ ალუმინის იმებში, რა ქვია, კასრებში და მე ეს კასრების უკან წაღება ის კასრის ხო ძვირი ღირს. მე ამის უკან, ანუ შემოვიდე შენ იმპორტი ჩამოიტანე კათხები და მე ეს კათხები უკან უნდა დაუბრუნო, თუ არ დაუბრუნო თითო კათხა დაახლოებით 1.200 დოლარი ჩდება თუ რაღაცა. რაში გაწევს? შეინახავ ამ კათხას. ვერა. აი გრო დაალაგრო ჩამოსასხმელი ჩამოიტანე. რამდენიმე ბარს აქ ეხა და აქ არის ხმევა უეჭველი ჩამოვაქვთ რა, იმიტომ არ არის ხე. პაულანერი ხო არის ხმევა. ბოთლში რაღაცნაირად რაღაცას დანამაც მაინც უშვებია რომ ბოთლში. აი რომელი ბარია? სადმე გემრიელი? Real time-ში არის მაგალითად ძალიან კაი ლუდია. კი. აი ჩეხეთშიასაც დალევეგეთი? ჩამოვაქვთ თუ არის? მე მგონი კი Beer Time-ში. მე ხო გონე ჩეხეთში და რო ჩამოვიდი. იმაში რა ქვია, ორტონაში მაგალითად თავიანთი ლუდები აქვთ და გემრიელი ლუდები აქვთ. 2 ტონა ბაზარი არა, ჩამოსასხმელი რაც რა. იქ ხარ ნაქვია წარმოებს მაგიმეებს რა. ხო და ხო არ ჯობია რა ქვია სახარშიც და თუ და ხო და ეგ გითხარი მეც რა უნდა გააკეთო. ზვირი ხო ანუ ფული ჯდება. ჯათვალე მილიონი მაინც გინდა რომ პროსტა დანადგრები შეიძინო და იმის ამუშავება. ატარა ბარს რო იყოს. არა, მაშინ დადექი და ქვაფში მოხარში მაშინ თუ გასწავლიანე თუ ქვაფში მოხარშვაზე ხარ ხარ არ მოყვე არაფერი. ხო. კუსტალოდი შემოდგი ქვაბი და მემსხლები რა მე ესა. იმენა სუფრა იქნება სერიოზულად. გურის ბარი გავაკეთე. ანუ შენ ახლა რა გინდა შენ ბარში რა ადამიანი მოვა აუცილებლად პრემიუმ ხარისხის ლუდიდან დალიოს ზვირიც ეღირება ეგ. მე რა. ანუ ისიც უნდა კონდეს და ისიც. უნდა მოვიდეს, უნდა იცოდეს რომ შენთან ლუდზე რომ მოვა არ უღალატებ და
დალე. ხომ არა, $8 მიცემას კათხაში და ფსლის დალევას მირჩევნია, რომ რავი 15 გადავიხადო და აი ჩეხური ან გერმანული ლუდის გემო ვიგრძნო ისეთი, აი გემრიელი რა, იმიტომ რომ მირჩევნია 3 დავლიო და ვისე უნდა ვიღე თავით ფსამე. ჩეხეთში ვსვავდი, არა ვფსავდი ფიქრო. აქ ხო რომ ვსვავ და აი გიჟვით ვფსავ რა. თან გიქაფდება. თან გიქაფდება ხო და იქ რო სვავდი, აი რაღაცა 5 ბაკალის მერე შეიძლება ცოტა და შარდისფერი არის სულებოდა მე მარტო ოღონდ ყვითელდება ხო თეთრიანი კამკამა. ყვითელდება. დედას გებსი მაგას დავაკვირდი და აი ხო ის არის იქ რო ვსავდი, თეთრი კამკამა შარდი იყო. შეიძლება ეს ფილტვები იტოვებდა კი არა და ის იტოვებდა იმ სიყვარულს. ან შეიძლება პირიქით არის. შეიძლება ისილეკავს, გაიგე იქაური, შენ კარგი გონია და აქ კიდე გამოდის. არ ვიცი, რავი, მაგრამ ეგ დავაკვირდი. კაი ხა, ნუ გააპრობლემებ იმას ლუდის გამო, კაი ლუდი არ არის და მაგიტო ბარი არ გავხსნა. და კანჭი უნდა გქონდეს მე მგონი. აი, 5-6 კერძი უნდა გქონდეს, მეტი არა? აი ესეთი სალო. უფრო ნაკლები გაქვს, უფრო მეტი მოგება. ის 5 უნდა გქონდეს, აი იდეალური რა. აი HB-ში რო იყო, იქ გამისწორდა ეგ რომ 5 კერძი იყო, შნიცელი, კანჭი, უწუწუ, კუწუ, მაგრამ იდეალური. ეს ჩამოსასხმელ უცრო ჩამოიტანთ, ხა იქ თქვენ ექსკლუზივი გინდათ, თორე სხვა ქსელებშიც უნდა გაყიდო, თუ გინდა მინუსში არ წახვიდე. მარტო შენთვის რამდენი უნდა მოვიდეს, რომ ხა ერთი სისტემა რო შენთან დაიცალოს. მაგეც არის. მაგრამ რაღაცა სახელმწიფო პროექტი უნდა იყოს, რომ დაგაფინანსოს, რომ ყველა საერთოდ ჭიკა ყოველ დილით რაღაცა. პეტადონის პროგრამა არის, ხო იცი ეგეთი რაღაცა დადგა და ზაპოიზევინცე და რიგში არ ტყმევინო. არაყი და მახარამ ძალიან ოსტატურად სხვათა შორის მანქანაზე ჩამოვარდა საუბარი, ეგრევე ყურადღება გადაიტანა მსხლის ჩაწვენაზე საბანში და მეგობრებო, 3 კვირით ადრე რო პოდკასტზე გადავახვიოთ და ჩემი მანქანა რომ მაქსიმუმ 2 კვირაში უნდა ყოფილიყო მზად. ეგ მანქანა რა შვება, გიორგი? ეს გიორგი რომელიც არის შვილიც გეკეთე? ამაზას კონტექსტი უთხრათ რა. ყალას მანქანა მახარამ გამოიწერა ამერიკიდან. მახარა დაიხმარა, ხო, რა მანქანა ჩამოგდის? რა, ჩამოვიდა უკვე. რა. წესით ხა მაგით რომ ყოფილიყო მოსული აქ, მაგრამ რა ვოთხი. ბიჭო, გადაცემაზე ვარ და მეკითხება ეხლა. რა ვოთხი კარგი მანქანებია? ის არის. რომელ წლიანია? ხარი შეჭო. 19-იანი. 19, ხო. მოვასწარი, ის კანონი რო შემოიღეს, მოვასწარი იმას. რამდენში დაითრიე? 15 და რაღაცა კი დაждდა და განბაჟება მოუწია თურმე ეხა გაძვირდა განბაჟება. ეხა იქ ხო დაგიждდება $20,000? არა. არა, მაგდენი არა კაც. ეხა იმან ნაზღაიძე მიყიდა სუახალი 2023 წლიანი და ძალიან იაფად გონი 18 თუ რაღაც დაუჭდა. ძალიან კაი ვიცია. არა, ეგეთი ჩამაგმო ჩამოუყანინა. 3 წლიანი რა? რა ვოთხი? ოპა. კაი კაი ვიდეო. ჰიბრიდი? ხო, აბა. ეს მე მიწვავს 12 წლდრას და ნაზღოს მგონი ძალიან ცოტა 5-6 ლიტრაო. ვის ჩამოუყანინ და ხო არიცი? იტყვები. შეყვარიცი დრაჭი. იცი კიდე, ეხა არ ვიცი ამან როგორ შეუკვეთა, არის აუქციონები. ნახე. ხო, ეგრე ხდება ხო. თქვენ იყიდეთ ალბათ აუქციონზე. კი ბატონო. და როგორც ვიცი აუქციონზე რომ რაღაცა გაიყიდება, მაგის კიდე ხელთავიდან გადაყიდვაც ხდება. და მე მგონი მაგით იყიდა. აი, უნდა დალოდები, აი მაგალითად, შენ იყიდე რაღაცა აუქციონზე. და უცებ ხვდები რომ აღარ გინდა. მიხვდი? და იყოს რა $3,000 ნაკლებად მოყიდი. და შენზე გადმოდის და ალბათ ეგეთი დაითრია რა, რაღაც ეგეწყვებოდა. ალბათ თქვენ ეგ თემა არის. 23-იანი? ხო. არა, ესაც მიგდებდა ხოლმე მაგ წლოვანებსაც 23. მიტყმული აქვს რამე? რა თქმა უნდა, ხო. კომპლექტაცია რა 4-ზე. რა კომპლექტაცია უნდა გქონდეს რა 4-ზე? როგორ არა? რა? არა ბიჭო. რა 4-ზე რა კომპლექტაცია რა 4-ზე? აბა მითხარი, რა 4-ზე? სალონი ხარბიტი, არა ლუკი, ვისინი BSM-ები გვერდებზე. მანქანის ლუკი შედის კომპლექტაცია? არა. არა. ბაცი კომპლექტაცია რა არის აბა? ანუ პარკინგ კონტროლი აქვს თუ არა, კომპლექტაცია არ არის? ყველა რა 4-ზე ხდება პარკინგ კონტროლი. კამერა? არა, მანძილის კონტროლი, BMS-ი. ანუ ეგენი აქვს თუ არა? ABS-ი, რაღაცები იცის ახლა რა BMS-ი, ABS-ი. ABS-ი არის გაჩება. BMS იმას მანძილს რა კონტროლებს მანქანას შორის, სიჩქარე თუ დადის. ეგ ყველა რა უთხს აქვს, არ ჩართა მანგა. სისულელეს იძახი. რანაირად ყველა რა უთხს. არა, ანუ უყურე Toyota-ს RAV4-ის ისეთი სერია, რომ მაგას ახლა კომპლექტაციები ისი არა აქვს, რომ რაღაცა როგორ არა აქვს ბიჭო? არა. ანუ შენ უფრო ძალიან დიდრული და ძალიან ლაქშერი არა. ხო, RAV4 არის RAV4. სიპაკეტე სად პლატინა, ანუ როგორ არა აქვს? ეხლა თუ
ვიღაცა მიყიდა და შიგნიდან რაღაცა ვთქვათ ალკატარა გადააკრა. კომპლექტაცია რა გქონია შენ მანქანებს შორის? აი რა სხვაობა? შამპანური ჭიქა რო გამოდის იმიდან. არა, აი მაგალითად ემი, აი მაგალითად BMW-ში რო არის ემი. ეგ მარტო იმათ. აი ხა მე რომ მყავს ჯეტა სპორტი მყავს, არის არა? ეგ არის კომპლექტაცია. შენ მაგას გიჩვენია რომ იმ ხალხს სადაც ხალხავდი იმ ქვაბითია რომ უფრო ნაკლებად ჩაჩხარებს. კალას რა კომპლექტაციით არის? რა ხლე. ყველაზე დაბალია? არა. ყველაზე დაბალია. აი ეს არის ხლე, იმიტომ რომ ამის ხო, XL-E არა. მაგრამ ხო ვერ ვეტყვი ხა. XL უკან აწერია. აწერია ხო X-ი არის. არა, ხლე მინდა რომ აჩიკო ხლესავით მაინც არ დამყავს ეხა. ხო, ავარიებში მაინც არ ყო. ავარიებში ჯერ არ ვიცი. არა, 4-4-4-ია. 4-4-ია. აი ცა იმის წინავიდუშია? არა, იმის 4-4-ია. რაღაც ეხა მაგიზეს. ასე რაღაცა ესე აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცა წლამდე გამოდის მგონი რა 4, რომელიც არის წინა ვიდუში. არა, ნებისმიერ წელში არის წინაც და 4-ია. ხო? აი გაღა. მოიცა, რამდენად ნაზღაიძე მან დაიჭრა. აჩი რა გინდა ვერ გავიგე ეხა? იცი რა? გარბენი რამდენია? 18 მისცა მგონი თუ არ ვსები ნაზღო. ჩამოყვანაში. ეხა არა ბიჭო. ყველაფრიანა? ყველაფრიან 18 გაკეთებული. არა. რაღაცა ეგრე მითხრა, ეგრე მითხრა. არა. მაიცა მე დამიჯდა ეგრე, ხო? ეგრე მიჯდება. არა, იწყო. 15 გავხდეთ თემას, თორე შუღული ვარდება კალას. ნაზღაიძეს და არაფერი შუღული კაცო, გიორგი, სულ ზედმეტი უმიციოს ბიჭო. მანქანა რა უზის ნაზღაიძეს დაურეკოთ. დაურე. აი ეს არა ქვია. გიორგი, შეღებილია უკვე თუ არ არის შეღებილი ანუ. არა, დაჟე დარტყმული არის? აბა, კარგ მანქანას და ახალს ვინ გაგიზეს რაღაცა როგორ მაინტერესებს? მე მახსოვს თუ აი 18-20-მდე თქვა, ხო, აი წყნა არ ქონდა. რა ქონდა? 2023-იანს? მოდი ვკითხოთ რა. კითხოთ, კაი. რაღაც აი ვიცი რომ გადამყიდელივით არის ესეც რა. მე მიჯდება 18 სადღაც მეტი რა. ჩართე ერთი. რა უნდა მაგ ხთა ჩემზე თუ. ნაზღო გადაცემიდან გირეკავ. როგორ ახარ? გადაცემიდან გირეკავ. მანქანაზე ზის. ფუ პოდკასტი. რაზე იცი? შენ რა მანქანა წყავს? ეგეთი მანქანა დაითრიეს ამათ. ხო და შენი რომელ წლიანი რა დაგიჯდა? მე 2022-იანი ხა ბაზარზე 24 თუ რაღაც. და შენ რამდენად იყიდე? მე ამ ახლობლობაში და იმაში ამ ტიპმა მომცა 17 ნახევარი. კომპლექტაცია. იყიდეს ბიჭო გორი. კომპლექტაცია რა არის? მაღალი კომპლექტაცია. და ამათ იყიდეს 18-იანი. 19-იანი $15,000. ოღონდ გასაკეთებელია სულ მორწმული ყოფილა. ნუ არა, ცუდი ფასიც არა, მაგრამ ის ხომ ხა ცოტა ძველი მოდელია და მაგითო, არა, ცუდი ფასიც არა. ნუ მე პრობლემა კიდე იმდა ეს ტიპი უშემატირებდა თურმე და გადაწყვიტა რომ რუსაჩუქრის ფონდში აგიკეთებო ჩემგა პატევიცების ნიშან და დამიკლო მაგისალა რაღაცა. ხო. დამიკლო რომ მითხრა ბოლოს ეს ფასი აი ამ ფასში მოგწე. ჩამოიყვანა თუ აქ იყიდა. ახალი ჩამოყვანილი იყო, ხო? 17,000 მომცა და ისა გარდაჟება მე გავუკეთე და გამოვიდა. ახალი ჩამოყვანილი. აი, გასაგებია. ოქრო ხარ. გარბენი რამდენი აქვს? გარბენი ქონდა რომ ვიყიდე 40,000 კილომეტრი. ხო. ანუ არ ქონია. არ ქო ახალი იყიდა. რაღაცა მოგატყოლა. მახარა მიმენა ეს რაღაცა გადააგდო ფულში უჭოლი. მადლობა. просто ამარო გულშემატკივრა და ვაგონში მაჩუკას ფონში გამოვიდა. ეს გულშემატკივრა. მადლობა გიოქრო ხარ. გარბენი რამდენია კალა შენსას? არ ვიცი, არ მინახავს თვალით. არა, იცე, ხო ხედავ, მე ზუსტად ინფორმაციას ვიმარა, ვიცი ძალიან ითაღაში ხარ გადაგდებული. მართლა არ ვიცოდი. ამ თემას ვაფშე. ეხა იყურე, დაარტყმა $1,000 ხოა თავი შეღებიანად მეტი. არა? არა, ნახე, უყურე, 15 ხო დამიჯდა, 15,200 რაღაცა დამიჯდა, ჩამოყვანა ფოთამდე. ხო. იმის მერე კიდე ერთი $3,000 გადაურიცხე. გაკეთებისა.
და იცი კიდე რა გადავთვალე ხო 6 წელი იყოს და შენი ხო 19-იანია და მოვასწარი ჩამოსული ანუ აი კეთდება სახელოსნოშია გააბაჟე არის ვარ დაგჩეს ეგნე გააბაჟებად 1000 ლარი გამიძვირდა 2 დღეში ეხა 2 დღის წინ თუ რაღაცო 1000 ლარი მოიმატა ბიჭო იმან ან ისიც რაღაცა ძალიან მინავლებულია რაღაც არ მომწონს იმან ძალიან ან იზარავა ისეთ თვითონ გეთქო რომ ვინც იცის არის ხო ხედავ არის კომპლექტაციები არის ის ბიჭო რა შეგიძლია აი ბეჭ ჯერ აქ დარტყმული ეგრა წერია რა აქ დარტყმული წინავი ვამპირი და ისინი ვაფშე არ უი მატორი ვაფშე არა მატორი კარგად არის თან ეგ ჰიბრიდია მაგის ნაწილები რა ღირს შენ იცი მით $300 გადავურიცხე არა ნაზღაიზეს რაღაცა ჭირს ან იმან პროსტა თავის თავზე იზარავა რა ის ხო ეგ თქვა რომ გულშემატკივარი იყო არა ეხა რამდენი ან დავუკლო ერთო გულშემატკივარი და ნაზღაიზეს შეშიმა რომ $5,000 მინუსში მიყიდო მანქანა სადღაც გაუსხავს გადაკერილია რა არა შეიძლება პროსტა გადაკერი ეგრე იციან ხოლმე აი ვაჭრებმა იციან ეგრე რომ ფას გიგდებენ რა იმანას ისე ძველი მოდელიაო თუ რა ანუ იმან არის ძველი მოდელი ახალი კუზაუ არის კაცო 19-დან შეიცვალა არის 23-იანები არის აქაც 17 ის წირო ცხვირი ის აქვს ოთხკუთხე და უკან დამგვალებული ეგეთია ხო 19-იანი კუზაუ მე ერთია ყველას არა ერთია ახალი კუზაუ არა კომპლექტაციას რო ეჭიდებოდა მაგრამ რაღაცა მე მგონი ეს ბოლო რაც გამოვიდა უფრო ისეთი აი რაღაც ოთხკუთხედები და რაღაცა რო ხო და ეგ 18-დან 23-მდე თუ 4-მდე ესნაირ მე იცვლება მე მგონი 25-იანი შენ რა მანქანა ყავს მარშრუტკა ვა ბიჭო აი ისა გავიგეთ რომ ძველი დამიჯდა მანქანა მაგრამ დამიჯდეს მაინც და სად არის ანუ არც ყავს ანუ არა ჩამოვიდა და კეთდება იღებება ჩამოგივიდა არ ვიცი ეგე ჩამოვიდა თუ იცემდენია რომ წერენ ხოლმე იმ მაშინს რომ გონია თუ აქ არის და ფოტოში რო გახსნეს იყავი მახარ აი მე ერთ დაურეკე რა თამალაპარაკე რაღაცა გამო არა მე ვიცი რომ კონტეინერები გავხსნათ ვაფშე არაფერი ყოფილა შიგნით არა ჩამოვიდა იმიტომ რომ ფოთიდან თბილისამდე გზავრობის ფულიც გადახდილი მაქვს ევაკუატორი გადახდილი გაქვს ფოტო ნანახი გაქვს არა ანუ თბილისში რო არის ეგ მანქანა ნანახი არა აბა მანახე რა რა აქ დარტყმული თუ არა გაქვს ფოტოები აქ ვის სახელზე მოხდეს საეჭოთ მეც რო ფოტოს ჩასმარავთ ხოლმე არ ჩამიგდო ფოტო რა და უკვე მიკროფონს უნდა ავიღოთ და სადღაც ზეგმაზე უკვე შეიძლება დაიგრუნტო მაგრამ ყოფილა გალესტის ისე იგი შპაგლი და რაღაცით გამოასწორო არა გრუნტი უნდა მაინც რაო მახარ ანუ რამდენ კვირაშიო არა შეიძლება ხვალე საღებავზე მივიდო და ხვალე შეღება ფარები ქონდა თუ მოუყიდო არა ქონდა ეს ორიგინალზე ავაწყეთ ეს ხო და არა ნაზღაიზე რაღაც სიტყვება რა ანუ ამ კვირაში არა ეგენი ისე იმდენი შემოეყარა პრიუსები ვითარი კაპიკებში იყიდება მართლა რა უთხები მე აი ყველა მეორეს აი ქუჩაში რო გადიხარ აი 10 მანქანიდან 8 ეგ არის იმიტომ რომ კაპიკები რამდენია შენთვის $18,000 კაპიკები არის არა არის ბიჭო როცა კვერცხი ღირს 8 ლარი $18,000 მაგრამ არის 10 წელი კვერცხი ძალიან კარგი ანუ შენთვის ესე $18,000 კაპიკები გასაგებია თლად კაპიკებიც არ არის მაგრამ მოთხოვნადი მანქანა არის ბევრია არ არის ეგრე არ ვარ ანუ უამრავი მანქანა რომელიც არ ვარ და არის გადაკერილი რა გადაკერილი შეგიძლია იყოს 17-ად აი ხლა მას რო აკეთებ გადაკერილი არ გამოდის? არა, გადაკერილს რას გულ შენ არ გინახავს გადაკერილი მაგ. აი უკანა ნაწილი რა აქვს, სალონი რო ჩანს. წინ ცხვირ და ხო როგორ რომ მიადგავ. და მაგას როგორ უნდა მაგითი და ვერ მიხვდება ნაზღაიძე. რომ დაარტყავს რაღაცას და კუდი რომ მოძრება. და შენ რო უკანიშდები და სხვა ხარ შენ დასავლეთს გეძახვალ და ის აღმოსავლეთს გედ მანდ მიხვდება. არა არა ადამიანი გულშემატკივრობდა შეიძლება და მართლა მიცა რა ანუ დაუკლო რა. შენ ახლა ნაზღაიძე ეგეთი ნახე რომ მაგას ვიღაცა მანქანაში მოატყვა. აბა შენ გიორგი მინახე ეგეთი რომ მოატყვა ესე ხა მრბოლელები დადიან გადა. არა შეიძლება გიორგი მე მომატყვა რაღაცაში მაგრამ გიორგი არ მოტყუდებოდა თვითონ. ჯამში ხო გიზით ეგ მანქანა $20,000 $20,000 არა არა 18 და რაღაცა 18 ნახევარი სადღაც ეხლა რო გაყიდო ამაგასთან ეში გაყიდი როცა 22 ოიცა მაგ თანხაში გამბაჟება შედის? არა
რამდენი ემატება გამბები? 200 ლარი. ანუ 20 ჯდება. არც რანაირს 200 კავშირ 19-მდე როგორ ჯდება? 100 დოლარია. ზეთი, ფილტრები. ბენზინი 100-ია. არა, ჩამოყვა. არა, 19-მდე ავდივარ. ქიმწმენდა უნდა გაუკეთო. რა, 20 ჩაგიდაგიჯდება. დისკები როგორი აქვს? პაკრეშკები რა ბავშვები უკენია. კაი ჩამოვიდა. ახალი. როგორც ამბობს გიორგი, აღმიწერა რომ ზაფხულია თუ ზამთარი? რომელია? იმას კითხებ მე არ ვიცი. უცოტა სტრანია. თუ ეხლა იყიდე მაგან და ზაფხულისები ეყენა, რამდენი ხანი ეყენა? წარმოიდგინე იქა. რა მნიშვნელობა აქვს? ზამთრის უნდა ყენებიყო. ის ისეთი ცხელი მაიამიში იყო. მაიამიში ეხლა იყო. ეს თემა რატო წამოჭერი? გითხრათ, ჩემო მეგობარმა ჩამოიყვანა ის BMW X6. ხო და ეყენა ზაფხული იყო და ზამთრისები არ ეყენა. იმასაც ზაფხულის ეყენა. და იმდენი ხანი ეყენა ნადგომი და რო ჩამოვიდა ელექტროობა ვაფშე არ უარგოდა. რაღაცა შეესულა თხუნელა თუ რაღაცა რო ესე რო ხო და მაგის ბრალი იყო. ზამთრის ეყენა თხუნელა შეძულა. ხო და სანამ წამიყვან ელექტროობა შეამოწმებინე რომ რაღაცა ჩეპი არ იყოს. კი შემოწმებინე, რომ მომიყვანენ, მე გავიყვან და არა იდეალური მანქანა, პროსა გაიდან დაზიანებული. და სუფთა მანქანა. აი ხა ვინკოდს არ უყურებ ხოლმე რა და ვინკოდით თუ იმას დაზიანება ქონდა იქ გააკეთეს მე იჩალიჩეს კიდე ჩვენ გვიდა მანქანა რომელიც სივლის 10 წელი მინიმუმ ისე ტვინს არ მოწყდა. ეხა კიდე ჩემი მეგობარი ცხოვრობს საფრანგეთში და აქვს თავისი მანქანების ის რა რო აკეთებენ და ეხა ეს ვინკოდზეც მითხრა. ხანდახან ხო არის რომ ვინკოდში ყველაფერი სუფთად არის და ჩამოვა და მანქანა სახი არა აქვს. კანონდარღვევა. ხო და აკეთებენ იქაც თურმე ეგ რა. ჩემ მანქანას ეგეთ არაფერი არ ჭირს. აი აჩკო მიყიდა პირველი მანქანა 80,000 გარბენით, მაგრამ 300,000 ჰქონდა. ჩამოაყრევინეს. ნაზღაიძე პროსა მე გავარკვევ რას ტყუება რა. ან უბრალოდ რა მოატყუეს. მაგას გავარკვევ. თორე ხ კომენტარებში დაწერეთ 17,000-ად 17,500-ად. 17,500-ად 20-23 წლის ჰიბრიდი 4-4 კაპიკებში, ანუ კაპიკებში. კაპიკებში. ანუ აი ვინც არა, ვინც იცოდა ყველა მითხრა რომ კარგი ფასიაო. ეს მე ან რაღაცა გადაკრილი ან მე ხლა ვინ გეტყვის რომ ცუცა. რატო არ მეტყვის? მე ხა მეც რომ მითხრა მეც ხა გადაცემაში ძივარ თორე. აი, ცუდის თქველის მეტი რა, რომ გითხრას რომ აი რამ გაცემინდა და. ნახე აი ეს ვიყიდი ამ ფაში და ხო არ გეტყვი რომ იმრად ვირი გადაგიხდია. რატო არ უთქვა? ქართველი ეგ არა როგორ გეუბნები რა კარგია. ეგეთი ძვი რატო გადაიხადე მე? ეგაც გიაფერისტება, მანქანა არ უნახია, რაზე გეუბნება კაიაო. ხო იცის აი ხა მე რომ მითხრა რომ აი არა, მანქანის მოდელი ამ წლიანი ესე და ვინც მითხრა კარგი ფასია ხა. მე ხა გიორგის კი ვენდობ, მაგრამ კიდევ ვკითხე ვიღაცებს კაცო, ესე კი არ არის. ნაზღაიძეს დაურეკე რაღაცა იქამდე. გადაამოწმე. ვის არ ვენდობ გიორგი? რას ლაპარაკობ? გიორგი მარტო რული რომ მომიტანოს ეს და ეს არის, ეს ჩამოვიდო. შენი ყავი კარგად თქო ვეთყვი. ნახე მე გიორგი პროსტა იმ რუსტარახში გავუკეთეთ, მაგრამ ფათაც გვეყიდა. მაგრამ მდგომარეობა შეიძლება გიორგის საფრთხე შექმნოდა რაღაცნაირად აწიე ხა რა პროჭული რა გადაუგედეთ ამაზა გადასაკეტია აქ ახლა თუ დაიჭირა რაღაცა დანაწვალები არის ვინი კი არა მიკროფონები გავს შენი მანქანა რატო არა ყავს თამას რატო სახელმწიფო მანქანებს დაგრიალე ჩემი მანქანა რატო არ ამყავს და გადავედი ახალ სახლში მაგრად გავარემონტე. შეეწირა რემონტს. ძალიან მაგრად გავარემონტე და მივაპრადალავე და ეხა უკვე შემოვაგდებ. იმ კორპუსში ცხოვრობ, ხო? ხო. და წავიდა. სახლიც მაქვს. ფლექსაობა წავიდა. სად გაქვს კერძო სახლი? ცხეთის რაიონში, სოფელ ქსოვრიში. კარალეთში ცირამდენი მაქვს ეგეთი? არა, მაქვს რაღაცები ისედაც. მოყევი, აბა საიდან? იყოს. როგორც მანქანა ყავს ეგრე? როგორც მანქანა ყავს ეგრე ყავს ისი? აი მირეკავენ და მჩუქნიან. რაღაცა მგონი. არა, מחარას საჩუქეს. შენ ხო იცი ერთმა რა გამიხეთ? ეხა გამახსენდა ბიჭო. აი გზებით სანამ ამ სახლს გავარემონტებდი, მე 4-ში ვცხოვრობდი. აქვე გადასწრი, იმიტომ ვიცანი ეს ლოკაცია რა. ხო და რაღაცაო ჩემი ნომერი გაიგო, შენ მაგრა წვიმს რა და ესაო შენი ფანი ვარო, რაღაცაო ცოტაერთათა ვარო, ისაო, საჩუქარი რომ მოგცეო. ხო და სახლის მისამართს არ ვეუბნები რა, ან ოფისში მიტოვებენ, ან კიდე მაღაზიაში რაღაცას და ისეთ ადგილზე ვიყავი ნაქირავებში სანამ სახლს გავარემონტებდი რომ და ბლარაფერი მაღაზია არ იყო რა. თან იყო ღამე. ხო და მეთქი აბა საათ შევხვდეთ და მე ვთქვი სხვა დროს დამიტოვოთ რაღაცა დღეს. არა, რეგიონი ჩამსვლელობთ დღეს თო ყველა ვარიანტი რომ მოგწეთო. ამ წვიმაში რა მაგარი წვიმა იყო და თან ხო მოდიხარ და ხო იცი რომ გეგონება მდინარეში მოდიხარ. ხო არ არის ეს წყლება რომ გაიაროს. ხო და ეხლა მეთქი არ დავსველდე რა, რომ შევატყე და ვწერო ბინგოს ხიდის ქვეშ ვიდგები. ხო
ხო და წერდა დაგინახეთ გაგცით რაღაცა 1-20 წუთი ამყალე მარ მაყურყდა იქა სუტყვილად და მე ვუთხარი რომ თან მაგინებ აქედან რომ მეთქე აზო მომაწყო შენი ისე და უცებ წამოვედი მე რა და გავიხედე იქ ხო საქართველოს პოსტა არის აქ და აქ ხომ იქ უეჭველი ისხდნენ მანქანაში ყდებოდნენ სიცილით რა მე დავწვი მე აი იქ რაღაცა გამიკეთეს რა უბრალოდ 20 წუთი galodines მაგრამ შენც ის რო ხარ ფულის მონათო რას მიეთრეო დიუტივაში იღაცა გირეკავა აი unboxing-ზე მეტად არაფერი აი ჟურნალისტს აღარაფერი მაყრის აი რადევ ქართლის ხალხი მოკლედ unboxing-ზე გიждდება აი ის აი ალბათ ეგეთ ქართლის ხალხი პატივისცემა რო გამიხსნას ყუთი შეება დავჭრა აი რაღაცა ხო ჩამოვიდა და ყუთი გახსნას ის მეცეგრევა შეება დანავატაკ მე მკიდია ანუ მე რო ჩავამივა სხვამ გახსნა აქ რო ბიჭი იყო ბარჯამ გამიხსნა კამერები ჩამოვიდა ყუთები დახსნა მანქანა შოჯი დახსნა ყუთები აუ გაუჭედე სამსახურიდან მაგდებდი შევაფუთინე ისე თავიდან გავედი მანქანა შევაფუთინე აი როგორც იყო ისე წამოვიდა თავიდან გავხსენი მე ესე იგი შენც კარგად მოგდის ეხლა თავში ძახდი ვარაო და მოიცა მანქანა ხო გაჩუქეს მანქანა მაჩუქეს რა მანქანა გაჩუქეს Ford F150 ხო ფორდი შევერც ვიგებ რა არის ეხა ეს არა ხო თუ დაიწყო მაგას კომპლექტაციები სადაა კაცო აი რო არის ის ეხა გაი მეც მინდა რაღაც კაი მანქანა მაჩუქნა აი გადაცემას გამოვიყენებ რომ უი რა კაია ბიჭო ამაზე ვარ ნაჯდომი ერთ მეგობარს აკალაშვილებს აყავდეთ ეხა აღარ აყავ 40000 ევრო ჯდება ეს მანქანა აი აგინა ფასებს ნუიძახ ხედავ აი მაინც კატლელი სულ ჩამოჩოტკით ვიცი და ეს მანქანა მათხოვეს ბიჭო ვიყავი ბაკურიენში გადაღებაზე ძალიან კაია რო გადმოვდივდი ხო იცი დიდი კაცები აი ყურები კაცები რო დამინახოს სულსაც ხდებოდნენ რატო იცი აი ყველას ევასება მანქანაზე ჯობ ისე დავგრიალებდი რა ფერია მწვანე აი რო გავა ჭაობის ფერი ისაც ეგ რაღაც ეგეთია ანუ 40000 ევროების მანქანა გაჩუქეს შეიძლება მე არა ბიჭო რაღაცა ამასთან ის აქვს მაგარი სანამ ჩაჯდები რო ქოქავ რო გათმეს ყველაფერი ეგ არის აი ვარჯა ამან გამიხსნა ყუთები თავიდან ფუთა მერე რაღაცა ხა გახსნილი ცეცხით იყურება რომ იქიდან რომ ჩამოვიდა შეჭი რაღაცა გახსნილი აი ესეთი ტალენტი იყურება რაღაც ის unboxing-ია გაკეთებული უეჭველი და ახლა კოჩს ეძებს ეხა YouTube-ზე რო შემოხვედით YouTuber-ებს იცნობთ ვინმე ეს თუ ქონიათ უმეტესად ეგეთია სუმომრა სტომრები ვინც მოკავთ ხოლმე აშკარად სატელევიზიო ტიპები უფრო არიან მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რაღაც ის თქმა რომ აი ან ხოც ქუჩაში რო ვიღაცა ძალიან ცნობილს დაინახავენ რა და იტყვენ რომ აი მე არ გიცნობთ რაღაც ეგ არის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი რა აი ორივე მინახი ხართ მახარა ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ანი ბაზუაშვილი გიждდება შენზე, რო გაიგო რომ შენ გადაცემაში მოვდიო. ანი ბაზუაშვილს უკან გადავარდა. ბაზუაშვილი საიდან არიან? ჩემი კლასელი აქ სოვრისშია. სოვრელები. ხო და მე ვთხარი წამოდი მეთქი. მე ხო და აი იმდენად შენი ფანია რომ აი ვერ გადახარშა ესე უცბად ცოცხალს რო გნახო, ცოტა მოგიდგენია. ხო. რა მოგიყვანა? შეიძლება უთხარი ხოდა შეიძლება ვიციო იქ ის ხომეო. მაგრამ შენ სხვა გადაცემებიც აგებ. ქართლებს აქ უცებს სწრაფად რომ მიაყრის რაღაცას, აი ის თამაზა ბიჭიო და გადაჭეხილი ბიჭი რა. YouTube-ზე ხა კიდე ვინ? რაღაცებში მკრიჭავ. სოსო ვიცი, ის ქერა ბიჭი რო არის, გიგა რო არის, ეგაც გადაცემიდან დაურეკეთ, გიგი ეგ ვიცი. კაკოზე ვგიждები. კაკოს გადაცემებს უყურებ ხოლმე. საეჭო კაციც ვიცი. მანქანები რო დაარიგეს ახლა ეგაც საეჭო კაცია თუ ვინ არის? ეგ არის. თუ არა. ეგა, ხო. არა, შანგრიმენი. შანგრიმენი, ხო. საეჭო რომელია? საეჭო გამოყული როაში. საეჭო კაცი ამას ქონდა. კარაცა დედამო. ხო. არა, რა გინდა ასეთ ისე? არა. ანუ ის ხალხი ვიცი რა. ნაზღაიძე მიცის ესტრადა. აქეთან ხარი არის ვაფშე. YouTube-ერთან ვერაძიმა კაცო. უნდა დაიჭირო ეგ მე მგონია რომ არა, ნაზღაიძე მიცის აი ფოე ხალხი, თავები რომ ფოე გონიათ, ხო ხდება რაღაცნაირი. თამაზამაც იცის ეგ ხალხი მე. არა, ვიცი. აი ყველა ცნობილი ადამიანი ვის შეიძლება გაიფიქრო, ყველა აი პირდაკოცნით ვიცნობ.
იუთუბერებს იცნო? არ იცნობს, არა. აი ნახე იუთუბერებზე ხა როგორი თემა იყო, იცი რომ აი მინდოდა რომ ხა რა თქმა უნდა YouTube-ს რო ჩაუვიჯდე, ანუ ძალიან კარგია YouTube და ტელევიზიას ბევრად ჯობია. მაგრამ აი ეხა ვარის, აი მანამდე არ ვიცნობდი. ახლა ნე. მაგრამ შენი გაცნობაც ეხა იმ კუთხით მოხდა რომ აი მაგალითად შენ შვილზე გიждდებიან ჩემი მეგობრები რა რაღაცებს რო გიძრობს რომ ერთად რო წერთ რა და აი ანის დამსახურებაა და შუკას დამსახურებაა ჩემი საუკეთესო მეგობრების რომ აი მახარა სულ შენი გადაცემა აქვს ჩართული ხანდახან ის რაღაცებს ყვები ხოლმე რომ ვეუბნები რომ რას ყვება რომ უსე უსმენთ რას სამო ბიჭო შენ რას ყვები ხოლმე აი ხანდახან ეს პროსტა რაღაცას ლაპარაკობ და შეიძლება სასაცილო არ იყოს რა რაღაცა ისტორიას ყვები რომ არ გაგეცინოს რაღაცა შენ ტრაგედიას აყვები რაღაცა და ხო აი ყველაფერს უყურებენ და შეისუყენია რომ გადაცემა რო იწყება რო ურეკავს რაღაცა რომ მისთვის აი ეს ნუ შეკრა შეჩმა ტელევიზიაში გატენო ისე უკანა რა ტატო ბაციკაძე იცი? არ გაგია? ქორო? არა ბასტო? არა ჰიტაც არა ერთი ახლა გავიგე ის რო არის ზალიკო ბერგერი ვიცი იცი კიდე ვინ ვიცი ოღონდ იმის არ ვიცი რა ქვია ზალიკო ბერგერი ბოროს იყო გადაცემაში ბევრი ბავშვები რო არიან სტრიმზე მილოვა ხო ეგ ბიჭი მანდან გავიგეთ ჩვენ ზალიკო ეგ მაგადაცემიდან აღმოვაჩინე ის ვიცი კიდე იუთუბერი ზიპერა ვიცი ზიპერა და მილოვა და ტატო ბაციკაძე არ იცი ხო? ის ვიცი კიდე ოქტომბუსის მძღოლი. თავას გაჩერდი ოქტომბუსი რატო? ოქტოპუსი რომლები არიან? ერთი ბიზნეს სტრიმზე გადიან ხოლმე ორ შაბათს რაღაცა ხო ეგ არის? ჩემი დედა აი რატო იცი რომ ჩვენი გადაცემა ექსათვალე მინუსია თუ პლუსი მას ლამანიტე თუ პროსტა გიკეთია რატო? ვინმე არა რატო იცი რომ ვაიმე არა просто ვიდეოს გიგეთე ექსათვალე თუ გჭირდება იყიდე არა გითხრა მოგიყვე რატო ვიცი ხა არ დაუბარტე ეს ეთყობა სათვალე და არა რატო ვიცი კი გადმოვედი შევხედე და რაზე მომეშალა ნერვები იცი რომ ჩვენი გადაცემა ორ შაბათს იწყება 22 საათზე და შენც მაგ დროს უშვებს ხო სტრიმს ეს 8 წელია უშვებს მაგ დროს ხო და გითხრა მე არ ვიცოდი და დააჯექით კაც მაგ დროს არა მე არ ვიცოდი ხა რა პრობლემა არის მე ჩვენ გადაცემას მაღალ ხარისხში ვტვირთავდი და სანამ დავარენდერე და სანამ პირდაპირში გავუშვით მიხვდი დაგვიგვია და ნახევარი საათი და ჩვენი გულშემატკივრები წერდნენ რომ სანამ თქვენ დაიწყებთო მანამ გადავალთო ვუყურებთო ორ შაბათობასო მე მაგაზე ხო იმენა ჭკვიდა გავიშალე მეთქი რა ორ შაბათობას უყურებთ ერთი მეთქი რა არის ეს ორ შაბათობა და გადამოვედი და 1000 კაცი უყურებდა ამათ რა ხო და მომეშალენერები ეგ მივთიშე და ვერც დავიმახსოვრე ვინები იყავით 1000 კაცი არა ჯერ მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ლაივში 2500 კაცი ყავს ხოლმე ჩვენა მერე კიდე რანაძირალა ნახე 7 წელია მაგადაცემას ვაკეთებთ 7 წელია გადაცემა ორ შაბათს კი ყოველ ორ შაბათს ხო მე მაგალითად რომ წუნიყო რომ მაგადაცემაზე ანუ ორ შაბათს შეხარად საათზე აი სხვა დროს გადავიტანე ხო მაგრამ ნახე თქვენ პრემიერას უშვებთ ხო პრემიერა არ არის არანაირი პრობლემა რა მე უყურებენ რა რა მნიშვნელობა აქვს 1 საათში იყურებს თუ 1 საათი რა მნიშვნელობა აქვს ხო არა პრემიერაზე გინდა ბევრი ხალხი რო იყოს არა ჩვენ იმენა გულშემატკივრები ყავს რომ აი იმენა ორ შაბათს 10 საათზე ელოდებიან ჩვენ გადაცემას ნახე რა ნახე იმენა დროსთან და ეგ შენიც ლაივი რომ თავდება ხო შეგიძლია მე კი მაგრამ ნახე ლაივის უპირატესობა ისო რომ მაყურებელს შევლეს შემოდის დაგიწეროს რაღაცა და უპასუხო შენ ატყუებ პროსტა უშვებ ვიდეოს არა ჩვენც პასუხობთ რანაირად პასუხობ ჩატში ხო მაგრამ ჩვენ ველაპარაკებით რა პირდაპირ ზოგიერთი გადაცემა ლაივში კალა ცოტა რო გადაწიო ამას გონი რომ ხალხი ზოგიერთი გადაცემა ლაივშიც გადის და თუ შეგვე ხალხი ვერ იყო ახლა რო გაგირებენ ახლა რო ჩამაჭირა რომ ჩვენი პირდაპირიო და მე რო აი ლაივში პრემიერას ვტვირთავთ რომ აი მეთქი ეს ხალხია არა მიგეჩვენა არა სხვადასხვა რაღაცაა რა ტიპაჟი ხარ რომ შენ რო უყარ ხარ ხალხს მორჩა მან ანუ უბრალოდ ნებისმიერ დროს შემოვა და უყურებს რა ეგ არა როგორც ტელევიზიაში რომ აი რაღაც ჩვენი სტრიმია რა პირდაპირ სტრიმი არის და ფუნქციონალია ეგეთი რომ ლაივში ნელაპარაკონ ხალხს თქვენი ფუნქციონალია გადაცემა ჩაწეროთ და უყურებთ მე ბიჭო ჩვენი უკეთის არის და გადმოწია მას ცოტა ადრე შენ იცი რომ იცი რა არის ჯერო ვის ელაპარაკებით მე არ მიმყავს ეგ გადაცემა აბა გეკაიფებიან ახლა ვერ მიცანი გადაგცემს გადმოწევას მელაპარაკები საერთოდ ოქტომბუსი ჯერ ოქტომბუსი რა არის არ ვიცი აი მაგარ ხო ხედავ უფრო მეტად ამაღლდი ჩემ თვალში რომ აი
ვინც ვიცი და ვილაპარაკებ ეხლა. ვინიც საერთო კაციო წარწოდი ვინ იყო? ახლა არ იცი ის კაცმა და ანუ YouTube-ი არ ვიცით, კაი, გასაგები. მივცეთ დრო ახალი შემოსულები. არა, გადმოწიეო, გაიგე ბიჭო, 7. ისე რა მასალასაც ეხლა მევფლობ YouTube-ზე, ესაც შრომის დამსახურება, იმიტომ რომ არ ვიცოდი და ჩათვალე რომ მაინც ვიღაცები გავიხსენე. არა, კარგია და ესე იგი ნევრე მოგიშალეთ ჩვენი ყოფნით. ეხლა ყურე რო ჩამაჭირეთ. თქვენ იცით Facebook-ზე ვთქვათ აქტიური ინფლუენსერები ვინ არიან? ყველა თუ არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი. Facebook-ზე არ გიწერენ სულ კომენტარებს? ვინ გითხულობს რომ რა შემეძეს წერო და იკითხო. მე იმაში ფული მაქვს აღებული, გაჯილიგინებული მოვდივარ, ის დაწეროს კი. არც ავშნი. ტოპ კომენტარი როა ცუდი რაღაცა, ბევრი ლაიქიანი არ ხდება ცუდად? აი ნახე, მე მიხარისხებენ, მე განახებ ახლა ჩემ ტელეფონს, რამდენი SMS-ი შემომდის დღეში. რამდენი მირეკავს კიდე ინახეთ და 1600 SMS-ი შემომდის დღეში თამაზა სამყაროზე Facebook-ში. მყავს ადმინი და ეს ადმინი მე მივარსკვლავებს რა უნდა წავიკითხო, რა არ უნდა წავიკითხო. რაზე უნდა გავშვას ნახუიზე. კომენტარებიც ეგრეა რა, რომ რაღაცა ისეთი თუ არის, ვიღაცა მიწერს რომ თამას ვერ გამოდიო ჩვენ და კონტაქტზე მისქრებს და მიგდებს რა. ეხა სად წავიკითხო ბიჭო, რაღაცა ეხა ვიდეო მაქვს დადებული, მე და გირამ სურამელაშვილი ვარ, დატო დავახადე მხარზე და 1 მილიონი ნახვა აქვს და კომენტარი აქვს რა 1000-ზე მეტი. სად წავიკითხო 1000 კომენტარი? არ მინდა Facebook-ზე არ შენა, TikTok-იც არ ნაკლებად. კი, ხო გინდა რომ მოგიყვან გადაცემაში. მე მომწერა. ვიცი მე მითხრა. ერთად რო ვიყავ. მე აღარ გამოსულა კონტაქტზე და ისრაელში გავგზავნეთ ახლა. მამაო ეგრევე როგორც კი ჩამოვალო. ეს მან ახლა შენზე რა, ამან თქვა ჩემ გადაცემაში გიაო და ეს როგორ ტიპი მე ვთხარი მე მითხრეს მეთქი მეც მიდივა და შენც მეთქი მიდი მეთქი მათ მეთქი ძალიან მაგრები არიან. ხო და ოღონდ არ გეტყვი გია რომ მოვა როგორ უნდა დახვდეთ და არ გვეტყვი თუ გვეტყვი. ნახავთ ჭეშმარიტი ვარსკვლავი როგორია საქართველოსზე. ყვავილები აუცილებლად სასმელი, მე გაგაქცევს უეჭველი შეიძლება გადაცემენ წაგაყენოს და სნეკები რაც უყვარს, მიწის თხილი, მისაყოლებელი უეჭველი. ეს სასმელი რომელი? სარაჯიშვილი უყვარს ხუთვარსკვლავიანი. მე არა. ეს არის რასაც აი და გატანებითაც რო გავატარო. არა. თვითონ სვავს ძალიან ზვირად ღირებული ვისკებს, აი მაგალითად ვისკი რომელიც ღირს 1500 ლარი, 2000 ლარი, ექსკლუზივები და რაღაცები. ეხა იქ სტატუსზე რო წავედით, მანქანაში დარჩა და ვერ წამოიღო. და მე ხა რაც შეიძლება შენ გთხოვოს რომ რაღაცა რო აი არ დაიხარჯო. მიხვდი ძალიან და რაღაცა? გაკეთილია. ეუბნება მაგ სარაჯიშვილის ხუთვარსკვლავიას. ეს წითელი ვარდები თუ რამე მინდვრის ყვავილები უყვარს? შერეული მგონი. შერეული. უფრო ვარდები ალბათ. ვარდები? აუწყობთ მაგაზინო ველაპარაკ. ხო არ გვეჩხუბება რამეზე, ანუ ხუმრობას ხომ მიიღებს? არა, გააჩნია ხუმრობას, თუ რაღაცა ისეთი უთხარი რაც მისთვის მიუღებელია, ანუ ადგება და წავა. არა. თუ რაღაცა დამირეკე რომ აქვე გადმოვიდნენ, გადაცემა არ ჩაგივარდეთ, რომ აი მე მგონია რომ გიას იმდენად გავუგებ რომ გამორიცხულია რომ გია აქედან. არა, ისეთი მაგარი იუმორი აქვს და შენ ძალიან კაი იუმორი გაქვს აქედან გამომდინარე. მგონია რომ გია წავიდეს. თუმცა მაგერს დავახვედრებთ სნიკერს უყიდი 2. სნიკერს არ აჭამს. სი. სნიკერს. ახლა ვისო. მე რო არ ვიყო მაგ დროს გადაცემაში. აი ეს სპეციალურად ორივეცი რა მაგრად გას და აი ჩემი აი ეს რა არის. რამდენი ხანია რაც ავწერთ? ბოლოს კი გავიდეთ. თამას, მოკლედ. შენც კარგი ადამიანი გამოდექი. მადლობა, იგივეს თქმა შემიძლია. ძალიან მიხარია რომ იმ რაღაც კრინჯობებს ხვდები. ეგ არის ყველაზე მთავარი რაღაცას რომ გაკრინჯავ ადამიანი და გაკრინჯავ. მაგას თუ მიხვდები, ხარ იდეალური ადამიანი რა. ეხლა რაღაც მომენტში აღნიშნავს რომ ეს დიაცემა ის არის და ეს შეიძლება კრინჯი იყოსო. ანუ შენ თუ მაგას ითავისებ, ეგ კარგი არის რა. მე ესე მგონია რომ სამყაროს არ უყურებ რაღაცა ერთი გადმოსახედა და პირიქით გამოდიხარ და სიტუაცია სამყაროს მე საერთოდ არ ვუყურებ. აი, მოდი, კიდე ერთხელ ვახსენოთ, სარკასტიკა YouTube გადაცემა თქვენი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და განსხვავებული ის არის. აჩის ძალიან ევასა. მე ნაზღაიძეს მხარეს ვერ უყურებ. მე მაგრა ვხალისობ რა მაგ გადაცემით მართლა. არ და ნაზღაიძეს როგორ უყარ ხარ? ვერ ვიტან ნაზღაიძეს მხარეს, მაგრამ გული მერევა. რასაძის ხარ? ბოლოს ისე დაამთავრე ხა ნაზღაიძე მეტყვის რომ დაურეკე დროზე. ნაზღაიძეს ვერ იტანს, იმიტომ რომ მანქანა უყიდია, გაცილებით იაფად ვიდრე ნაზღაიძე დაპატიშე გადაცემაში და შენ თუ ერთ-ერთზე მაგას გაუძელი, რაც კიდე ის მითხარი, აქ რო დაგიჯდება. მართლა? აი ესე გული მერევა რომ არა და ძალიან მაგარი ადამიანია. ვიცი, შენ განსხვავებული ნაზღაიძეს პოზიციები უფრო მომწონს. ხო? აუცილებლად. ვიდრე შენი. პროსტა შენს კარგი ადამიანი გამოდექი და ესეთი ადამიანი რომ მე ვეღარ ვეჩხუბები ხოლმე რა, არ შემიძლია რომ ადამიანი რომელიც სიკეთეს და კარგ განწყობას ასხივებს, იმას ჩავაჭირო და ნაზღაიძეს რატო ვერ ვიტანი, იცი რომ თითქოს გონია რომ ჩემზე მეტია. და რომ მასე გითხრა შენზე მეტია. გძნობ.
მე მაგიტო გიყვარვა რომ ზემოდან მიყურებ თუ როგორ არის. კაი, ის ლაპარაკი. ისე მე ვფიქრობ რომ არავინ არავისზე მეტი არ არის. აი შეიძლება ამ დროს იყო ძალიან მოთხოვნადი, მაგრამ ყველა არაფერი. არ ხუმრობ კაცს არაფერი. ამ პოზიტიურ ნოტაზე მეგობრებო ძალიან სახალისო გადაცემა გამოგვივიდა. მადლობა პირველ რიგში. მადლობა თქვენ. ძალიან კაი იყო. წარმატებები. და წარმატებებს გისურვებ. შემდეგში რომ გადავიკვეთებით, უკვე იმედია ერთ 10 YouTubers ჩამოთვლი ისე რომ არაგერევა. ესე უთხრე რომ ეხა კარგად გავეცნო. ვერ ვიტანო შენზე. ანუ დაკოლკე, კაი, დაკოლკე. რომ ვერ ვიტანო. უყურებს ეხა ამ გადაცემას. ოჰო. იცი აი მე ერთ რამეს ადრე ვაკეთებდი ხოლმე ესეთ კომენტარებს რა ეხა მაგალითად შე რო იძახე რომ ნაზღაიძეს იცნობ აი სიახლოვიდან არა აი ნახე მეც ეგეთ დამოკიდებულება მქონდა ვიღაცებს რომ ვერ ვიტანდი ეხა შევცვალებაო საერთოდ რა და ვთვლი რომ ადამიანი ჯერ ვნახო და მე კი შენ მოვთქვა რომ ვერ ვიტან აი ჯერ გაიცანი მოვიდე შენთან დაპატიჟე როგორ შეიძლება ისე ჩაძმაკასეთ როგორ ტიპს ისე ვერ ვიტან კი არა შეიძლება კაი მონტაჟი გვაქვს ყველაფერი კარგი გადაცემის დასრულება შენ ძალიან კარგად გამოგდის ხო როგორ წეგანდელია აი რომ დავამთავრდ გადაცემა და მე ბოლოსკენ რაღაც თქმა გინდა რომ რამდენიმე კაცი ვიცი ეგეთი ვინც გადაცემას ვერ ამთავრებს როცა კიდევ მაშინ დავამთავრე შენ არა ხო წეგან ამთავრდი და მოდი შენ დაემშვიდობე იცი მე დავემშვიდობო იცი მეგობრებო დაგემშვიდობებით ეს იყო გადაცემა თუ პოდკასტ ფუ პოდკასტი რომელი ხარ შეთხელ გადის ხოლმე კვირაში ერთხელ დაგველოდეთ შემდეგ გადაცემა იქნება ნაზღაიძემ ცოტა არაფერი მიიღო ის იცით ამის შემდეგი ვინ იქნება თუ არა არა კი სერის შემდეგი უვით აი ეს კარგად უნდა დამესრულებინა მე ვფიქრობ რომ აი სათქმელი დამავიდა რომ YouTube-ი მე მგონი შენ გააცანი ხალხს YouTube აი თამაზე ჭირს ეხლა ისე უკვე თლად კარგად ვერ გაუცნია როგორც ხედავთ იმიტომ რომ შენ ვერ გაგიცნია თქვენი დამსახურება არის რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას უნდა რომ შენი თორე 7 წელი რო უშავათობა კეთდება ეხლა ეგენი არაფერი კაცო მერებს გიშლიან პირიქით ზუსტად აი ეს წეგან მე ვინც ჩამოვთვალე შეიძლება ვიღაცების შეარება მაქვს მაგრამ რაც მახარა ვიცი ის ბიჭები ხო ვიღაცები არის ვინც ვიცი და აი თქვენი დამსახურება რომ ახალგაზრდებს უნდათ YouTube-ში საქმის კეთება და ეს ძალიან მაგარია რა რაც მეტი YouTuber-ი იქნება იცი კიდე რა მაინტერესებდა ფულები ხო არ იყოფ აი ერთ ქვეყანაში რომ ბევრი ის არის ანუ მაგას არის თulis ხო ეს არის ჩემი პირველი YouTube გადაცემა აქამდე არ ყოფილვარ აჩიმ რომ მომწერა აჩი გონი გოგოგიცა გონი არ და მაშინ მე დამამატე მე Instagram-ზე მე ძალიან შემეშინდა აჩისთან გადავედი და აჩისგან დაგამატეთ ორივე რომ თქვენი ინფორმაციები გამეგო რა ტიპები ხართ როგორ ის კარგად ხო და ამა რომ მომწერა მე მიწერო ვერ მივხვდი მეთქი ისე მომწერა ტექსტი რა და მე ჩემი მეგობრმა შენში ხო რა გაქო რა ვერ მივხვდი ესენი არიანო თუ არიანო მე ეგრევე შევუყარე და მე ეგ რა უნდა მიწერო ადამიანს ხო არა მანამდეც კი მწერდნენ და რადგან მეუბნებოდი რომ YouTube-ზე სხვები რომ ეპატიჟებოდნენ ამან პირდაპირ Instagram-ზე მომწერა თამაზე სამყაროზე ცადე მაგრამ ბევრი 2000 SMS-ი ჯერ ვერ მოიცადა რომ წაიკითხოს ხო და ის მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ფეხი მაქვს და წარმატებები ბიჭებო და ასევე წარმატებები YouTube-ზეც და არა მარტო მაშინ ძალიან აი გადაცემა გამოვიდა ნამდვილად კალას აი მანქანას რო გააბაჟოს მე მანქანით გაგვიყვება არა